მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოდკასტი მაზეგ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პოდკასტ კონტინგენტის სტუდიაში და მე და ჩემი თანაწამყვანი ანა ცხოვრებოვა შემოგთავაზებთ მაზეგის ახალ ეპიზოდს, სადაც გველოდება ძალიან მაგარი დისკუსია ძალიან მაგარ სტუმართან ერთად. ნამდვილად არ შემიძლია არ დაგეთანხმო ამ შესანიშნავ განცხადებაში და ერთი სული მაქვს რომ შევუდგეთ კითხვების დასმას. მოგესალმებით ყველას. ჩვენი სტუმარი მოდი შენ წარადგე. წარუადგენ აუცილებლად გიორგი რაზმაძე არის ტექნოლოგიური სტარტაპი e-work-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ადამიანი, რომელსაც მეწარმეობაში, ანტრეპრენერობაში თავის სიტყვა უკვე უთქვამს საქართველოში. ძალიან დიდი ხანია, აქვს უდიდესი გამოცდილება ტექნოლოგიების და ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით და ერთი სული მაქვს მეც როდის გაგვაცნობს ამ თავის გამოცდილებას. როგორ ხარ აბა? კარგად, მადლობა პირველ რიგში. მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და მივესალმები ასევე თქვენ მაყურებელს და მსმენელს. ძალიან მაგარი. აი მაზეგზე ჩვენ ვეკითხებით ხოლმე ყოველთვის სტუმრებს რა აგონდებათ სიტყვაზე მაზეგ და მომავალზე. შენ როგორი შეგრძნება გქონდა რომ გაიგი მაზეგ, რას ნიშნავს შენთვის ეს სიტყვა? და მომავალზე რო ფიქრობ, რა შეგრძნება გაქვს ზოგადად? აი მაზეგ ჩემთვის ნიშნავს რომ მაზეგ არაფერი არ გამოგივა, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ანუ ანტრეპრენერულია, ხო, რაღაცა გუშინ უნდა გააკეთებ. გააკეთო. ჩვენი პროდკასტის აღწერაც ეგრეა, ხო? ანუ ზოგადად მაზეგის დღე, რომელიც პრაქტიკულად არასდროს არ დგება, ანუ გადატანითი მნიშვნელობით. თუმცა არა ჩვენს პოდკასტში. კი, როგორ ადამიანებს ჭირდებათ სიტყვა მაზეგ? ჩემთვის აი მაზეგს რომ მეტყვის რომ რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი და მოდი ზეგ კი არა მაზეგ გავაკეთოთ, მორჩენილი ანუ ის საქმე არ გაკეთდება რა. და ზეგზე რას ფიქრობ? ზეგ გაკეთდება? არც ძალიან შემახოლი აქვს რეპუტაცია მაზეგ. ხო და ძალიან კაია მე ეს. ჩემი აღქმა ზუსტად ესე არის რა. მე მგონი რეალობას აღწერს. მეწარმე თუ ხარ და თან ანუ ანტრეპრენერული მაინდსეტი გაქვს, ხო? წარმოუდგენელია რაღაცაზე თქვა რომ მაზეგ გააკეთებ. ან ზეგ გააკეთებ, დღესვე უნდა გააკეთო. შესაბამისად, რა თქმა უნდა. გითხრა სეგონდის რიცხვი რომ მაზეგ იყოს, მაშინ ზუსტია? მაგ შემთხვევაში კი ალბათ რაღაც პრივ უკვე ციფრებზე თუ რაღაცები დადის, უკვე მან მივდივართ ისეთ მიმართულებასთან, რა ნაწილშიც, ხო, რაღაცას შეგვიძლია რომ სწორი ვიყოთ, ხო და ამიტომ ხო, რამდენად სანდოა აი ვიღაცა რო გეუბნება რომ მაგალითად 19 რიცხვში 2 საათზე გავაკეთებ ამას, ამ დედლაინს იღებს თავის. აი რამდენად ასრულებენ ხოლმე მაგას? ჩემთვის აი ყველაზე დიდი გამოწვევა რაც იყო, როცა დავიწყე აი ეს პროფესიული ნაბიჯები გადავდგი, აღმოვაჩინე რომ ადამიანები, უმეტესი ადამიანი არ იყენებს კალენდარს. ნუ ადრე უფრო მსგავსად იყო და აი თუ კალენდარში არ ჩანიშნავდნენ რაღაცა დედლაინს იქნებოდა შეხვედრას შესაბამისად, ეგ პროცესი ძალიან არაეფექტური იყო, ხო? და ამან მეც მასწავლა რეალურად, რომ რაღაც დედლაინს რო აიღებ, სადღაც უნდა მოინიშნო, რომ შენთვის დედლაინი არსებობს რა. ხო. დღეს დილას მაგიტომ მკითხე, რომ ხო ხვდებით თუ ნამდვილად ხო წერთ. ხო, იმიტომ რომ ეგ ეგრეა ხოლმე ზოგადად მეც ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე და რაღაც. აი ანტრეპრენერული მაინდსეტი ახსენე 2 წუთის წინ და ეგ რო ჩავშალოთ რა. ანუ რა ტიპი არის ანტრეპრენერი, რა მაინდსეტი აქვს და საერთოდ როგორ უყურებს საქმეს და ცხოვრებას. ხო, პირველი იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის ესე ასოცირდება ზოგადად ანუ ადამიანი მსგავსად იყოფა, რომ ან აქვს ანტრეპრენერული მაინდსეტი, ან არ აქვს. ანუ არ შეიძლება ანტრეპრენერული მაინდსეტის დასწავლა. ანუ რაღაც ხრი ან ხარ ეგეთი ტიპაჟი ან არ ხარ, ხო? ანუ რამდენი პროცენტით იტყოდი? აი ეგ საინტერესო რაღაცა თქვი. ხო და როგორია ეგ ტიპაჟი, ეგ საინტერესო. ჩემ ხუმრობ რა თქმა უნდა, ანუ განსხვავებული ანტრეპრენერული ტიპაჟის ხო პიროვნებები არსებობენ, განსხვავებული მისწრაფებებით, მაგრამ ზოგადად ჩემთვის არის ისეთი ადამიანი, რომელიც როგორ თქვა, რაღაცის შეცვლა უნდა ინოვაციებისკენ მიისწრაფვის, იმ გარემოს რაშიც არის არეგუება, უნდა რომ პოზიტიური გავლენა მოახდინოს სოციუმზე, იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობს, გარშემომყოფებზე, კიდევ უფრო შორს თუ წავალთ და უფრო ამბიციურ ანტრეპრენერულ ტიპაჟს თუ აღვიქვავთ და მაგის ფსიქოპორტრეტ შევადგენთ, არის ის, რომელსაც უნდა რომ რაღაცა გლობალურ ასპარეზზე მოახდინოს, ხო? შენ როგორი ხარ? აი საჩაგი ამბიციური ანტრეპრენერული. აი გლობალურზე გაქვს გათვალ. თავისთავად ანუ ყოველთვის რასაც ვაკეთებ იმისთვის, რომ რაღაცა პოზიტიური გავლენა მოახდინო ჯერ იმ გარემოზე, სადაც ვარ. და თუნდაც აი e-work-ის მაგალითით ზუსტად მსგავსად დაიწყო, რომ ისეთ სფეროში შევედით და ისეთ სფეროში მინდოდა, რომ პირველ რაღაცა გავლენა პოზიტიური მომეხდინა ზოგადად ტექნოლოგიური განხრით ჩვენ ქვეყანაში, რომ საბოლოო ჯამში
ეს იმპაქტი რაც აქვს მოკლედ eWorks ამ ბაზარზე ძალიან დიდია დღეს უკვე რა ამ 3 წელიწადში. გავლენა, ანუ რამდენად ყოფილი ხარ, ანუ რამდენად მიაღწია მიზანს, რამდენად დარჩა კიდე. რადგან 10-დან 9 სტარტაპში არ აღმოჩნდით პირველ წელს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ დავფეილდით, ხო? მე კიდე მესამე წელია რაც ვარ და კიდე არ მოვხვდით კიდე იმ ნახევარ სტარტაპში, ვინც 3 წლის განმავლობაში ფეილდება. რა, ანუ რაღაც კრიტიკული ეტაპები გავიარეთ და უკვე იქ მივედით, რომ eWork-ი არის მოთამაშე ბაზარზე, რომელიც თავის სიტყვას ამბობს, ბევრი ადამიანი იცნობს, ბევრი ადამიანი დაუსაქმებია, ბევრი ბიზნესისთვის რეალური პრობლემები მოუგვარებია და ეხლა უკვე ვნახოთ მომავალ წლებში როგორი განვითარების ტემპი ექნება იმისთვის, რომ ეს მარტო ჩვენ რეგიონში არ იყოს ეს გავლენა და უფრო სხვა მასშტაბებზე გავიდეს. შენ რაც ვკითხე წეგან, მაგას დაუბრუნდებ, იმიტომ რომ ჩემთვის რაც ვახსენე წეგან, რომ ყველა ანტრეპრენერი ვერ იქნება. ეს რაღაცა შინაგანად მოგდევს შენ რა. ჩემი აზრით ალბათ მესამედი არის ჩვენი მთლიანი პოპულაციის, ვისაც შეიძლება ანტრეპრენული მაინდსეტი ჰქონდეს. დანარჩენი უფრო არის მესამედი ცოტა ბევრი ხო არა. ოღონდ რა თქმა უნდა ყველას კარგი ანტრეპრენერობა ვერ გამოუვა, ხო? შესაბამისად, მე იმას გულისხმობ ამ მესამედში, რომ სადღაც 20-33% არის ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს, ვიღაც ამას თრგუნავს თავის თავში. ხო და 9 to 5 მუშაობს. არა ხო 9 to 5 მუშაობს, მაგრამ 9 to 5 მუშაობა ძალიან კარგია, ხო? ანუ ამას ერთი მეორეს არ აკნინებს ჩემი აზრით. რა უბრალოდ შენთვის რა არის, რაც სიამოვნებას განიჭებს და იმ ამბიციებს რაც გაქვს და ზოგადად შინაგანი ხედვა სად გინდა რომ იყო პირობითად გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომ ის მიზნები რაც გაქრისგან ეს მიისწრაფვი, რამდენად ეგ მოგცემს მაგას, ხო? მე არ წარმომიდგენია რა რომ მითხრას ეხლა ვიღაცამ 9 საათზე მოდი და 6-მდე მოდი აქ იმუშავე და რაღაც საქმე აკეთე, არ ვიქნები პროდუქტიული და არ ჩემი თავი არ ვიქნები. მაგრამ შემიძლია 24/7-ზე მუშაობა, შაბათს, კვირას, ორშაბათს 6 საათზე შეხვედრა და რა ვიცი, ანუ არ არსებობს მოკლედ ჩემთვის სამუშაო საათები არ არსებობს რა. და 24/7-ზე მოდი იმუშავე რო გითხრას ვიღაცამ. ხო, მაშინ უნდა მითხრას, რომ მაშინ შენც უნდა ვიგრძნო რეალურად, რომ იმ საქმეს, რასაც გავაკეთებ, ჩემიც იქნება, ანუ რაღაც ხრივ ჩემად მაგრძნობინებს თავს, ამიტომ ეს არ იქნება, რომ იციან ხოლმე დაამოტივირებენ, ხო, თანამშრომლებს, რომ შენი არა ჩათვალე ეს კომპანია. რაღაცა მხრივ თუ იქნება ამის ის რა ქვია მოტივაცია რომ არსებობს პირობითად გეგმა რომ მე ჩემი ამ ხელა კონტრიბუციით რეალურად ჩემი გახდება რაღაც ხო და არ ვიქნები მარტო დასაქმებული 24/7-ზე კი არა რა 365 დღე ვიმუშავებ. თქვი და მანდედან გამიშთა ხა ეს კითხვა რა ჩაგეჭრები შენ შენ ხო? ჩემი გარდაუვალი პრობლემა. ანუ აქ შენობით ხავრობთ. შენი სტარტაპი რეალურად არის ეგრეთ წოდებული, ესე ვთქვათ, დამაკავშირებელი პლატფორმა დამსაქმებელსა და დასასაქმებლებს შორის. დასაქმების მაძიებლებს. სამსახურის მაძიებლებს. და ეხლა საუბრობდი იმაზე, რომ აი მე 9-5-ზე ვერ მიმუშავებ მე სხვანაირი საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა ძალიან ბევრი ანალიტიკის საშუალებას გაძლევთ იმაზე, ვთქვათ, რას ეძებენ ეხლა დასაქმების მაძიებლები და რას თავაზობენ დამსაქმებლები. რამხელა აცდენა არის თუ დაკვირვები ხართ მაგაზე, ან თუ არის აცდენა ამ ორ საჭიროებაში. ზოგადად ჩვენი პლატფორმა შედარებით განსხვავებული არის რა, რაც ბაზარზე მოკლედ პლატფორმები არის. პირველ რიგში იმიტომ რომ ტექნოლოგიურად განსხვავებულ გამოცდილებას ვთავაზობთ და შედარებით ჩვენი გადაწყვეტა უფრო ჯენზი თაობისთვის არის მისაღები. მეორე ჩვენ არ ვართ თუნდაც აი LinkedIn-ის კონკურენტები, სადაც შედარებით მაღალი პოზიციები არის, ხო, სადაც C-level რგოლის ადამიანს იპოვე. ჩვენ ვართ უფრო რაღაც მარტივი პლატფორმა, სადაც სტუდენტს, ახალ კურსდამთავრებულს შეუძლია რომ პირველი გამოცდილება იპოვოს ჩვენთან და ძირითადად ეს რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ბაზარზე ყველაზე მეტი მოთხოვნა მომსახურების სფეროზე მოდის, ხო და მსგავს პოზიციებზე. შესაბამისად აქ ერთადერთი აცდენა რაც არის ხოლმე, შეიძლება იყოს სამუშაოს აღწერასა და სამუშაოს მაძლევრის მოლოდინებს შორის. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევა სამწუხაროდ, რომ ან კომპანია ამეტებს მოკლედ job description-ში შეყვანილ დეტალებს და იმაზე მეც ითხოვს, ვიდრე პოზიციურად უნდა ითხოვდეს, ან მეორე რომ სამუშაოს მაძიებლები არ კითხულობენ გულდასმით ხოლმე და მეც ვქონია ეგეთ შემთხვევა, რომ რაღაცა პოზიცია გამომიცხადებია, ამ პოზიციაზე პირობითად მიმიღია X რაოდენობა დაინტერესებული აპლიკანტების, მაგრამ გასაუბრებაზე რომ მოდიან, რეალურად არც ჰქონდათ გაცნობილი ვის ვეძებ, როგორ ტიპაჟს ვეძებ და რაც საბოლოო ჯამში ბაზარს საკმაოდ ურტყავს.
ეს შემიძლია რომ ამ ნაწილზე გიპასო. ხო, ან 9-5-ის კონტექსტშიც მაინტერესებდა რამდენად არის. რამდენად 9-5-ის კონტექსტი. მაგალითად ჯენზიზეაო გათვლა რა თქვი, რამდენად არის ჯენზის ტიპაჟი, რომელსაც აინტერესებს ეგეთი სამუშაო. გაჩნია, მან ალბათ ისე იქ მივალ პოზიციის რაობა რა არის, ხო? ანუ რა სადეძებს, რა პოზიციაზე ეძებს ბიზნესს თორე. ყველაზე მეტად რაზეც მოგდის ხოლმე მოთხოვნა, დისტანციური სამსახური გაქვთ თუ არა. 10-დან 8 მესიჯი, რომელიც შემოგდის, არის დისტანციური. ეგ არის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი. კი, მაგას ვამბობ. ან ჰიბრიდული. ჰიბრიდულიც, ოღონდ ამ ჰიბრიდულსაც ზოგი სხვანაირად აღიქვავს რა. ერთხელ მივალ კვირაში და 4 დღე აღარ მივალ და ანუ შენ თუ ეტყვი რომ იცი რა სამჯერ უნდა მოხვიდო, ეგ რანაირი ჰიბრიდული გამოდის, ანუ ეგეთის არის. მაგრამ ყველაზე მეტად ანუ ესე რომ გვიკავშირდება სამუშაოს მაძიებელი, აი სახლიდან მიჭირს გამოსვლა, ან მაგალითად ბავშვი მყავს და შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ყავს ბავშვი და აი იცი რა ვერ ანუ სწავლობ და იქნებ რაიმე იყოს დისტანციური პოზიცია, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი არ არის. ოკეი. აი ანტრეპრენერობას დაუბრუნდები, რას ჩამოთვალე, ანუ ადამიანი რისთვისაც აკეთებს ამ ყველა ბიზნეს რისთვის ქმნის, ანტრეპრენერი რისთვის არის და ეს მაინდსეტი რისთვისაც აქვს, არსად გიხსენებია ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი, ხო? ანუ აი მაგ ტიპებზე რა სიტყვი ტიპი, რომელიც ეგოისტურად აკეთებს, ანუ თავის პროდუქცია შეყვარებული თავის იდეაზე. ეგ ტიპი ანტრეპრენერი არის თუ არ არის? ჩემი აზრით, ვინც საკუთარ საქმეს აკეთებს, შეიძლება ეგოისტებიც იყვნენ, ხო? ინდივიდუალურად რაღაცა ავტორიტარული ისიც კონდეთ, ხო? ზუსტად გუნდში, მაგრამ იცოდნენ ის მიზანი, რისკენაც მიდიან რა და მაგათთვის შეიძლება ზუსტად ეგ იყოს სწორი ამოხსნა. ანუ მათი გასავლელი გზის. ამიტომ ჩემი აზრით, ანუ ძალიან ბევრი თვისება შეიძლება კონდეს, ხო? მეწარმეს ანტრეპრენერს. ამიტომ ეგოიზმი არ მგონია, რომ რაღაც მხრივ ზღუდავდეს იმას, რომ ვერ ვთქვათ კონკრეტულ ადამიანზე, რომ რადგან ეგოისტი არის და მარტო თავისი მისწრაფებები აინტერესებს, ანტრეპრენერი ვერ არის. იმიტომ რომ ავიღოთ ილონ მასკსაც, ხო? ხო არის ალბათ დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერია, ხო? რომელიც, რა ვიცი, ისეთ განცხადებებს აკეთებს, ისეთი ავანტიურული რაღაცები შეიძლება გააკეთოს, რომელიც გავლენას ახდენს ბევრზე, ხო? ანუ ერთი მისი რაღაცა Twitter-ზე პოსტით შეიძლება ხო X-ზე პოსტით დაიქრეშოს რაღაცა stock market-ი და ადამიანებმა დაკარგონ ეგოისტია, ხო? ეგოისტური საქციელია, მაგრამ რა ვიცი, არის ისეთი მეწარმე, რომელიც რაღაცა საზღვრებს ცდება, ხო? ანუ წეგან ვახსენე, რომ გლობალური გავლენა გვინდა, ხო? და ეხლა ილონ მასკს მაგალითად გლობალური არ იყო, ხო? ანუ სოფლიო გავლენა არ იყო და საერთოდ საზღვრებს გასცდა და რაღაცა კოსმოსი და მარსზე და რა ქვია სტრატოსფეროში. ხო, რაღაცა სხვაგან წავიდა, ხო? რომელიც ანუ აქამდე სხვა ანტრეპრენერებს ეს არ უფიქრიათ, ხო? რომელსაც არ უფიქრიათ, შეიძლება უფიქრიათ, მაგრამ იქამდე არ მისულიყვნენ, რომ მაგის განხორციელების შესაძლებლობა ქონოდათ. ჯეფ ბეზოსაც არ დაუკარგოს. კი, ნამდვილად არ დაუკარგოთ. აი ხა საინტერესო რამე ახსენე, რაზეც საქართველოში ბევრი ადამიანი მინახავს და ბევრი პოდკასტი, გადაცემა და ასე შემდეგ, სადაც საუბრობენ AI-ზე და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე. მაგრამ რახან კოსმოსი ახსენე, ანუ შენი აზრით მომავალში რა როლი აქვს საერთოდ კოსმოსურ ინდუსტრიას და ანუ საერთოდ გავალთ ამ მარსზე, სხვა პლანეტაზე ვიცოცხლებთ, ვიცხოვრებთ თუ აქ დავრჩებით რა. ბოლომდე ამოვიდეთ ამ ნავთობს. ხო, ეს ისეთი კითხვა არ ამას ერთი რამდენიმე პოდკასტი დაჭირდება ამაზე. მაგრამ ჩემი აზრით ეგ ცოტა ზემოთ სხვაგან გადასაწყვეტი საკითხი არის, ჩვენ გავალთ თუ არა აქედან. იმიტომ რომ იმ თეორიას თუ მივყვებით, რომ ჩვენ გარდა სხვა სიცოცხლეს არსებობს, მე მაგ თეორიის მიმდევარი ვარ, მოკლედ არ მჯერა მარტო რომ ჩვენ ვართ ამ ხელა galaktikaში. შესაბამისად გონია რომ სხვა ჩვენზე განვითარებული რა ვიცი ერი დავარქვათ თუ ცივილიზაცია არსებობს, ხო? ანუ ხინკალი სხვასაც აქვს შეგიდა თქვა და ღვინო. არა, ხინკალი მარტო ჩვენ გვაქვს. ჩემი ყველა საყვარელი საჭმელია და ხინკალს ვერ გავიმეტებ, მოკლედ რომ ხინკალი საქართველოსთან და ჩვენ ეროვნებასთან და ზოგადად ერთთან არ ასოცირდებოდეს. ამიტომ ხინკალი არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა რაღაცა სიცოცხლის სივრცე არსებობს, რაც ალბათ ჩვენზე მეტად უფრო განვითარებული შეიძლება იყოს რა. მაგის ფიქრის და ანუ შენი თეორია იქ მიდის, რომ რადგან არსებობს ასეთი ცივილიზაცია, ჩვენი გასვლა არ გასვლა, მათ გადაწყვეტილებაზეც იქნება და რაღაც მხრივ, კი, მაგასაც ვიმხრობი. ანუ გაგვიშვებენ თუ არ გაგვიშვებენ? ვარსკვლავური ომები და
ზოგადად ხო რაღაცა ჩვენამდე იმდენი ინფორმაციაც არ არის, ხო? რამდენი ინფორმაციაც თუნდაც არსებობს კოსმოსზე და ჩვენ ის ვიცით, რასაც გვაწვდიან, ხო? ან ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ გავიდეთ, ახლა გარეთ ვიცით რა ხდება, როგორი ამინდია ვერ მოვთხოვდებით, იმიტომ რომ გავალთ და ვნახავთ, მაგრამ კოსმოსში რეალურად რა ხდება, იცი, იქიდან რა ინფორმაციასაც ჩვენ გვაჭმევენ, ასე რომ ვთქვა და გვანახებენ, ხო? აი რატოს არის ხოლმე ხო ეს არის 51 რო არის, რომ აი იქნებ ის შეგვახედა. კი. ისე აი ეს ანტრეპრენერული მაინდსეტი თუ უნარები თუ რაც არის თვისებები, როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში. აი სანამ ეორკამდე მიხვიდოდი, მაგაზე რომ მოგვიყვეთ ცოტა ხანი. როდის აღმოაჩინე და რა გზა გაიარე მაის პერიოდი როგორი იყო, სანამ წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპს შექმნიდი გუნდთან ერთად. პირველი ალბათ იქიდან რომ რაცა ყოველთვის ამბიციური ვიყავი. თო რაღაცა რასაც ვაკეთებდი, სიდან ამდენი ამბიცია გიორგი? საქმეს რასაც ვაკეთებდი, სკოლა იქნებოდა, სკოლის პერიოდში სწავლა იქნებოდა, სხვადასხვა აქტივობები, ან იმის ამბიცია მქონდა, რომ უნდა ეცადო, რომ საუკეთესო იყო. ყველაფერში საუკეთესო ვერ იქნები, წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ მაგისთვის რომ იქ მიხვიდე, ყველაფერი ცადო და ყველაფერი გაკეთო. რაღაც გამოგივა, რაღაც არ გამოგია. აი ფეხბურთს თამაშობდი, მაგრამ 15-16 წასაკში მივხვდი, რომ იმ დონეზე ვერ ვითამაშებდი ფეხბურთს, რომ როგორც ახლა სხვა ფეხბურთელები, თუნდაც ქართველები წარმატებულები არიან, რომ იქ მივსულიყავი. არა იმიტომ, რომ რაღაც ხრივ შრომას ვაკლებდი. უბრალოდ რა ვერ დავინახე ჩემში ეგ ნიჭი და ტალანტი, რომ მან შემიძლია მივსულიყო. ეგ მაინდსეტი შენი არისო? ხო, მივხვდეთ, რომ სიამოვნებას მანიჭებდა. ბოლო 2-3 წელი უბრალოდ სიამოვნებისთვის თამაშობდი და არა იმისთვის, რომ პროფესიულად შემეხედა ამას და უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ფეხბურთი გადავდე მეორე მხარეს და უფრო გადავედი აი ამ რაღაცა. მეც დაახლოებით ეგრე 2-3 წელი თამაშობდი ხო. უნივერსიტეტში მე ჩამოვაყალიბეთ გუნდი, გავხდი კაპიტანი და ულიდერე მოკლედ მაგ პერიოდში უნივერსიტეტში რო სწავლობდი გუნდს, რომ რაღაცა ჩემი თავის ანუ ჩემი საჭიროებას დამეკმაყოფილებ, იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში მინდოდა რა. უკვე სამოყვარულო დონეზე. სამოყვარულო დონეზე, მაგრამ რადგან ეგ დამაკლდა, მე უნივერსიტეტს მოვაცემინე ეგ ჩემში რომ შეეფსო რა. და ზოგადად აი ეს მოვაცემინეც ანტრეპრენერულია ხო? ხო, თავისთავად. ანუ რა, როდის შეგაწყვეტინე, მაგრამ რაღაც ისე თქვი, რომ ანუ გარემომ რაღაცნაირად გარემო თავისით არ მოგცემს ამ რესურსებს და იმას რაც გჭირდება გინდა და რაც მომხმარებელს გჭირდება იდეაში, ხო? ამ შემთხვევაში მომხმარებელი შენიღავი. ხო, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტში არ ქონდა მაგ დროს უნივერსიტეტს გუნდი არ ყავდა ჩამოყალიბებული, რომ მივედი და მე გავაკეთებ ამ რესურსიცო არ გვინდა იმ დროისთვის მოკლედ არ ეთმობოდა სპორტს ამხელა და არც ინფრასტრუქტურა ქონდა მაშინ იმ უნივერსიტეტს სადაც ვიყავი. შესაბამისად, ანუ უფრო უარი მითხრეს რა ვიცი, რა გვინდა ეხა ფეხბურთის გუნდი. მე მაინც მოკლედ ბოლომდე გავიტანე ეს ჩემის, მე რაღაცა შევქმნით გუნდი, ჩვენი თვე დავდიოდით სხვა თამაშებზე, რაღაცა ბრენდირებული ისინი შევქმნით, ტანის სამოსები და საბოლოო ჯამში მე ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტის დაინტერესდა. და დღეს ახლა გუნდიც ყავს, სულ სპორტული აქტივობები არის და ნუ ერთ-ერთი წვლილი მიმიძღვის მოკლედ ამ პროცესში რა და ეგეც ზუსტად აი ამ რაღაცა ანტრეპრენერული მაინდსეტის დამსახურებაა ჩემი აზრით და გარდატ ახლა როცა შეიტანა ჩემში ზოგადად საერთოდ მაინც რო შევეხო, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი რა, ბაკალავრზე და მეც და ანუ დასაქმდი საერთოდ მაქვს სფეროში. არა, არც მიცდია რა. იმიტომ რომ ძალიან ზოგადი პროფესია მაქვს. ანუ მაშინ ესე გვეგონა რომ მაგარი პონტი იყო, მაგრამ დასაქმების მხრივ ძალიან ცოტა სამსახურია, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს რა დაუწყო. არა, მე დიპლომატიაში მუშაობდი კი ჩემი პროფესიით, მაგრამ ძალიან ცოტა სამუშაო ადგილი იყო მაგ მიმართულებით. რეალისტები უნდა ვიყოთ რა. ანუ საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ რო დაამთავრე პროფესია არ გაქვს. არ გაქვს, აი მაგას ვიდაყი. ვინ ხარ არ იცი რა? ანუ დიპლომატი ხარ, ანუ რანაირ დიპლომატი ხარ, ანუ ესე დიპლომატის წოდებას ვინ ვერა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხარ? ანუ სად ქონია ის შემთხვევა რომ რაღაცა საერთაშორისო საკითხებზე იმუშავე, ხო? საბოლოო კვლევის მხრივ შეიძლება ქონოდა, მაგრამ რესერჩის მხრივ და რაღაცა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის მხრივ რაღაცა მოხალისეობა იქნება თუ რაღაცა მოდელირებები, კი, მაგრამ მაინც არ არის რა კონკრეტული პროფესია და რო ჩავაბარე მოკლედ ესე პირველი 2 წელი რა თქმა უნდა უნივერსიტეტში რაღაცა სწავლობ უფრო და რაღაცა იმის საჭიროებაც არ იყო მოკლედ რომ მემუშავა. მაინც ფიქრობდი რომ ანუ აი სამსახური რო დავიწყო, სადმა დავიწყო. არც ვიცოდი მოკლედ რა მინდოდა და მე მესამე კურსზე ესტონეთში წავედი, იქ ვისწავლე 6 თვე ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რა ეგეც ცოტა ესეთი არის. რობოტმა გაგიხსნა გონება, ხო? ხო და იქ მოკლედ რო შევხედე ზოგადად სად იყო ესტონეთიც, ხო, თუნდაც რამდენი Skype იყო ესტონეთთან არის, Boltიც ესტონეთს.
2016 წელი არის რა, ვიყავი 20 აქ რო ჯერ წელს. იქოქება ხო, სიტუაცია, ანუ ჯერ აქ სტარტაპის ტერმინიც არ არსებობს. არაფერი არ გვაქვს აქ, ხო. და მე რო ჩამოვედი 2017 წელს, 2016 წელს დაბრუნდა, მე ჩემ ჯგუფთან ერთად გავაკეთებ ჩემი პირველი სტარტაპი, რომელიც ტექნოლოგიური არ იყო, მაგრამ ინოვაციური იყო და მაშინ აი მახსოვს, რომ სტარტაპი ტერმინი ახალი შემოსული იყო. TBC-ს ჰქონდა ესეთი სტარტაპერი მიმართულება და რაღაცა ბეჯს გაძლევდნენ, გადაცემაში გიწევდნენ და ჩემთვის აი ბიზნესის დაწყება ასოცირდება, რომ აი ბიზნესმენი, ხო, საქართველოს ეგ იყო რა, რომ რა გინდა რომ გამოხვიდე და ბიზნესმენი, საკუთარი ბიზნესი მინდა მქონდეს და მე თქვი ბიზნესი დავიწყე და მე ყველა სტარტაპერს მეძახდა რა და ეს ტერმინიც ბოლომდე არ მქონდა გათავისებული რა პირველ რამ კვირებში რომ ანუ შენ ბიზნესმენი იყავი? ბიზნესმენობის არა, ნახე მე მინდოდა რომ ბიზნესი გამეკეთებინა და საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ანუ სტარტაპერობა უფრო საინტერესო პროცესი არის და უფრო სტარტაპი არის ის რასაც საზღვრები არ აქვს. ხო, ანუ რაც შეგიძლია მე უკვე ტექნოლოგიებზე თუ გადავალთ რომ შენ მაღალი მასშტაბირების პოტენციალი გქონდეს და იმ მომენტში პროსტო რომ ვფიქრობდი რომ ისი რა აი ვიღაც გეტყოდა ხო ახლა გიორგის ბიზნესი დაიწყო საკუთარი ბიზნესი აქვს და აქედან ნუ შენ სტარტაპერი ხარ რა და მამორში ვირეოდი რა ვინ ვარ სტარტაპერი ვარ თუ ბიზნესი ხო საბოლოო ჯამში რეალურად ხო სტარტაპერი ხარ თუ ბიზნესმენი ეხლა ჩემი აზრით იმ დამოკიდებულებით და იმ მიდგომებით რაც ვარ ანტრეპრენერი ვარ ხო, აი მეწარმე ეგეც ეს სხვა ლეველი არის, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ თქვა, ბიზნესმენი მაშინ ხარ თუ რაღაცა ტრადიციულ ბიზნესს აკეთებ, რომელიც შეიძლება ძალიან ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია, შენ საჭიროებებს პასუხობს, მაგრამ აი უფრო სტარტაპერი ხარ, რომელიც მაღალ რისკს იღებ იმისთვის რომ მაღალი რივარდი გქონდეს. და ანტრეპრენერსა და ბიზნესმენს შორის რა განსხვავება? მაგალითად ილონ მასკი რატო არ არის კაი ბიზნესმენი და რატო კაი ანტრეპრენერი? ჩემი აზრით ილონ მასკი ორივეა. ბიზნესის კეთებაც იცის. ხო, ანუ ერთი ვერს არ გამორიცხავს. თუმცა ბიზნესმენი შეიძლება, ანუ ყველა ბიზნესმენი რისკს იღებს, ხო? ვიღაცა უფრო მეც, ვიღაცა უფრო ნაკლებს. მე ვფიქრობ, რომ ანტრეპრენერული სულის ბიზნესმენს უფრო მეტი რისკის გაღება შეუძლია და ბევრი ისეთი ექსპერიმენტის ჩატარება, თუნდაც ბიზნესში, საკუთარ თავზე, თუნდაც გარისკვა სხვა ბაზარზე შესვლის და აი ამ მიმართულებით მოკლედ არ არსებობს მისთვის ბარიერი რა. ანუ შევთანხმდით, რომ არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ ანტრეპრენერული სული და ისინი ვისაც არ აქვთ და საბოლოო ჯამში ყველა ბიზნესმენი. საბოლოო ჯამში ვიღოთ მაგას არის შენ თავს როგორ აღიქვავ რა. ბიზნესის მკეთებელი რა იდეაში. ხო, რომელსაც აქვს ეს რაღაცა ქართანება სხვანაირი. ბიზნესი იქნება თუ ნებისმიერი საქმიანობა, ყველაფერი მისთვის კეთება, რომ ფინანსური სარგებელი მივიღოთ, ხო? ბიზნესია. კი. მე კიდე ერთი განმარტება მინდა შემოვიტანო, ანუ ყოველთვის მე ძალიან ბევრ ტრენინგს ვატარებ, ლექციას ასე შემდეგ და სულ იჭრებიან ხოლმე ერთ რაღაცაზე, რომ აი მეწარმე და ანტრეპრენერი რა, აი მაგასაც რომ მოფინო ნათელი ხა. მეც ვეუბნები ხოლმე, მაგრამ აი რა მეწარმე და ანტრეპრენერი რო თქვათ ერთი და იგივეა, ან რა, აი ამ ორ ტერმინში ირევიან ხოლმე რა. მე მგონი ქართულის. ეგ ქართულის პრობლემა არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ცოტა მოძველებული ტერმინი მგონია მეწარმეობა. მეწარმეობა არა, აღიქმება ეგრე რომ რაღაცას რო აწარმოებ, ხო, აი რაღაცას აწარმოებ. ანუ ჩვენ შემთხვევაში ხო ქართული ენის შესატყვისი მე აღმოჩნდა რომ ანტრეპრენერობის შესატყვისი რეალურად მეწარმეობა იყო, იმიტომ რომ მეც ორივე ტერმინს ვიყენებ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ გამოიყენებ ინგლისურ ტერმინს სადმე და მე რაღაცა კომენტარს დამიწერენ ხოლმე რომ ამან გააწყალა გული რომ რატო იყენებს ინგლისურ ტერმინოლოგიას. არა და არის ზოგადად ამ დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებაში ახალი ტერმინოლოგიები რომელიც თუნდაც ინგლისურში შემოვიდა, რომელსაც ქართული შესაბამისი შესატყვისი არ აქვს და ვერ ახსნი. შესაბამისად მეწარმეობა ჩემთვისაც შეიძლება სადღაც წარმოება გაქვს და ხარ მეწარმე. რეგიონში მაგალითად და აწარმოებ და მეწარმე ქვია იმასაც. მაგრამ ანტრეპრენერი თუ ხარ, ხო, რეალურად შეიძლება ყველს აწარმოებ და მე ტექნოლოგია გქონდეს, რომელიც ამ ყველს გაყიდის მაგალითად სხვადასხვა რეგიონებში. ხო, ახალი ტერმინოლოგიაზე მოფიქრება გჭირდება. ჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ მე ხო, დავიწყოთ რამე. მე როგორც სტარტაპერი მივედი ერთ ადგილას, რაღაცა ის იყო რა, უნდა მივსულიყავი ერთ ადგილას, მოკლედ და ვიღაც გამოვიდა იქიდან და მითხრა რომ მეწარმე თქვენ ხართო, ხო და დავფიქსდი რომ მეთქი რას ვაწარმოებ, ანუ ყველი მე არ მაქვს ისა რა ქვია რაღაც კარტოფილს მე არ ვაწარმოებ ავტომანქანას ან რაღაცას და ანუ ციფრული სტარტაპი რანაირი საწარმოა მეთქი, მაგრამ ხო, აი ეგ არის რა ენაში, ენობრივი წეგარას თქვი, მე მექნება მაგაზე იდეა.
თქვენი პოდკასტისთვის რა. თითო ამაზე პოდკასტს როდესაც ჩაწერთ, ერთი რაღაც ტერმინოლოგია მოიტანეთ და ერთად იმსჯელეთ, რომ აუ მაგარია, ხო რა შეიძლება ქართული შესატყვისი კონდეს, ხო? მოდი დღეს ანტრეპრენერზე ვიმსჯელოთ რა შეიძლება იყოს ქართული. საინტერესოა. ყველაზე რთული მოიწონა. ხო, ანუ ძალიან მაგაზე მე მიფიქრია, იმიტომ რომ მეც ლექციებს ვკითხულობ სტუდენტებთან და მეწარმეობაზე, ინოვაციებზე, სტარტაპზე, სხვა ტრეინინგებს და მიჭირს ხოლმე რა რაღაცა. არა, ხო, სერიოზულად პრობლემა არის. Entrepreneurship-ს ინგლისურ ტერმინს საუბრობ ხოლმე, ვხმარობ ხოლმე და სუნდაც სალექციო მასალებში რაღაცებზე წინასწარ ვაფრთხილებ ხოლმე, რაღაც ტერმინოლოგიები იქნება, რომელსაც გამოვიყენებთ ინგლისურად, იმიტომ რომ ეს უფრო შეგხვდება რეალურად და ქართულად შეიძლება საერთოდ არასდროს არ შეგხვდეს არსად მსგავსი ტერმინოლოგია და არც არავინ გითხრას მოკლედ. ხო, მაგრამ ისეთი უნდა იყოს თან რაღაცა ფრთიანი, რომ დამკვიდრდეს კიდევ ეს მოსაწყენი ტერმინოლოგია, არ მკვიდრდება. მაგრამ დენსკვიტა მაგალითად. დენსკვიტ. ანუ არავინ არ იყენებს რა მაგის თქმა. მე თვითონაც რამდენი ხანია ლექტორი ვარ და ძალიან მაინტერესებს აი მეწარმის თუ ანტრეპრენერის უნარებზე რო საუბრობდი და მაინდსეტზე, აი ლექტორის მაინდსეტი ან ლექტორის უნარები რა არის? კარგ ლექტორს რა უნდა შეეძლოს მაგალითად? კაი ლექტორი ვინ არის რა? მე როგორ შევხედე ამ საკითხს რა, რომ გადავდგინა ბიჭი მოკლედ რომ ჩემი გამოცდილება რაც დამიგროვდა, ეგეც ჩანაფიქრი მქონდა რომ რაღაცას უნდა მიმეღწია, რომ მე შემძლებოდა სხვასთან საუბარი, ხო ესე რაღაცა. თელ ცხოვრება ესე ქონდა დაგეგმილი? არა, ანუ მაგ რაღაც როდის იცოდი რომ აქ იქნებოდი? ხო, ანუ რა გქონდა დაგეგმილი? ესე დაგეგმილი, ანუ ზოგადად რაღაც milestone-ები მაქვს ცხოვრებაში, რომელსაც მივყვები და მიზნად ვისახავ, რომ სად მინდა რომ ვიყო რაღაცა პერიოდის გასვლის მერე, რა მინდა რომ გამოვიმუშაო. და აი ამ გასწავლულ გზაზე რეალურად ვშრომობ და ვმუშაობ, ხო? მაგრამ ყველაფერი რა თქმა უნდა არ მაქვს დაგეგმილი. ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი შემოდის, როგორც არის ერთ-ერთი იღბალი, ხო? იმიტომ რომ ჩემთვის ანუ იღბალიც ზამნიშნულოვანი. ამ თემას ვერ ავწდით ერთ-ერთ. არა, იღბალზეც ვილაპარაკეთ, ვერ ავწდით, მაგრამ ეხლა მინდა რომ ლექტორობაზე. ხო ხედავ რომ ყაყანი დავიწყეთ, ხო? ვიძახდი რომ აი ყაყანი არის ყველაზე მაგარი ნაწილი პოდკასტის რა. აბა მაგას პირველი პოდკასტის გამოცდილებაა და ამიტომ ძალიან კრიტიკულები ჩემ იღბალზე იღბალმა გამოიწვია აგახსნევინებთ მაგას აუცილებლად გასაგებ აი ხა დაუბრუნდები რაც თქვი ხო ჩემთვის იყო რომ გადავწყვიტე რომ ლექტორი თუ რაღაცა წამეკითხა ლექციები პირველი რაც დავფიქრდი მე როგორი ჩემი ლექტორები არ მომწონდა იმედია მე მოგწონდი შენ ლექტორი ვიყავი მაგიტო გაქვს ურთიერთობა რომ იყვნენ ისეთები ვისთანაც აღარ მაქვს ურთიერთობა შენს სხვათა შორის ძალიან დიდი გავლენა გქონდა, იმიტომ რომ ლიდერობას კითხულობდი ჩვენთან და მოკლედ მაგ ნაწილში თან თუ გახსოვს, მარტო მე ვიყავი, ვინც ანტრეპრენერი იყო ხო ჯგუფში. დანარჩენი ყველა იყო corporate work. და მათ შორის საჯარო გამოცდილებაც ჰქონდა ზოგიერთ რაღაცა. ხო, მაგრამ უმეტესობა ხო MBA-ზე. ან არა სამთავრობოც. მე ვიყავი მარტო, ვინც იყო რაღაც ანტრეპრენერი და რომ ამბობდნენ სად მუშაობო, მე ჩემ რაღაცა სტარტაპს ვამბობდი, რომელიც შეიძლება კაციშვილმა არიცოდა და ზოგი ამბობდა TBC Bank, საქართველოს ბანკს, დიდ ორგანიზაციებს და რაღაც მხრივ ისე ვიყავი რა, შებოჭილი, რომ ესენი ესე დიდ კომპანიებში მუშაობენ და მე ხა ჩემ სტარტაპს ვამბობ, რომელზეც კაციშვილს წარმოადგენა არ აქვს, რომ ეხა ვაკეთებ რა. ეგ ცოტა გვიანი იყო უკვე, 2019 იყო შენ ლექტორი რო ვიყავი და მახსოვს წინი ჯექი და სულ რაღაცა ლაპარაკობდი ხოლმე შენ გამოცდილებაზე, შენ სტარტაპზე და რაღაცნაირ, ანუ ვიღაცებს მართლა შეიძლება გიჟი ეგონე, იმიტომ რომ ყველა მუშაობდა და შენი ძახდი რომ აი მე ეს უნდა გავაკეთო, მე ბილეთები უნდა გავყიდო, ის რა, ცოტა ვერ ხვდებოდა ხალხი, ვერ აკავშირებდა ამ კორპორაციულ თემებთან რა და პირველ ეგ მქონდა რა, რომ როგორი ლექტორი მე არ გამისწორდებოდა, რომ ყავდეს. ხო. და ყველაზე მეტად, რა ვიცი, ეხლა ადამიანი შეიძლება არ შეგეზიზღოს, მაგრამ ლექციები მეზიზღებოდა, სადაც ლექტორი არ ცდილობდა კომუნიკაციაში შემოსვლას, ანუ არ ბევრ ადამიანს არ შეუძლია მარტივად შემოვიდეს კომუნიკაციაში, ჩაერთოს მსჯელობაში და შენ რო ლექტორი ხარ, შენ უნდა იყოს ის, ვინც ამას გააკეთებ, ხო? და ყველას მისცემ შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებით ბევრი გეყოლებოდა ეგეთი გული მიდის. კი, ანუ მოვიდოდა 3 საათი. რო გაუკეთებდი, იტყოდა რომ დამაცადდა ეხლა. ანუ რეპლიკას გაკეთების შესაძლებლობას არ გაძლევდა. 3 საათი მონოლოგი იყო. სადაც ანუ მე რჩენო დამეძინა მოკლედ ვიდრე ამის მომესმენ აღარ შემეძლო რა. ანუ პირველი ეგ იყო რომ ანუ მე თუნდაც სკოლიდან როგორი მასწავლებლები მომწონდა, როგორი ლექტორები მომწონდა და მე იმაზე უკეთესი როგორ შეიძლება ვიყო. ანუ ეს სამი კითხვა დავუსვი ჩემ თავს და დღემდე მოკლედ ყველა ლექციის მერე ვცდილობ რომ უფრო უკეთესი ლექცია მქონდეს ყოველი შემდგომი და გავიზარდო რა, იმიტომ რომ ხა სულ რაღაცა ესე აკადემიური მიმართულებით ჯერ ერთი წელიც არ შემეს.
შესავალი მეწარმეობაში, ინოვაციების მართვა და სტარტაპი და ზოგადად აი ტრეინინგების მიმართულებით, სტარტაპში ფინანსებსაც, გუნდის მართვას, ფორმირებას, ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაფერი გიკეთები, ანტრეპრენერი რო ხარ, პროფესია რა გაქვს რომ ეკითხებიან, ანტრეპრენერთან ერთად ხო რა ვიცი, კონტრაქტების გაკეთებაც შემიძლია, ფინანსური ანალიზის გაკეთებაც შემიძლია და ადამიანთან გასაუბრების ჩატარებაც და რა ვიცი, პროცესების აწყობაც. სხვათა შორის ჩემ სტარტაპზე რამდენიმე იურისტთან ხომ მქონდა შეხება, ხა რაღაც ზოგიერთთან იყო ხელშეკრულებას ვდებდი თან რაღაც და იურისტები ვერ მიტანდნენ მაგის გამო, იმიტომ რომ იმდენად მივეჩვი ამ რაღაცა ერთ წერტილს და მძიმეს რო არ ვაპატიებდი, უკვე რაღაცნაირად ჩემ კომპანიას რო წარმოვადგენდი როგორც დირექტორი და დამფუძნებელი, ანუ არ ვპატიობდი არაფერს რა, ესე ვთქვათ და ანუ ვეღარ მიტანდნენ უკვე აი ხელშეკრულებები რო ახსენე, ერთ-ერთი დიდი ნაწილია თურმე რა, ანუ ხელშეკრულებებში რაღაც არ უნდა გაგეპაროს რა. კი. კაი, იღბალს დაუბრუნდეთ. იღბალი რა. რატო ვახსენე? რა არის იღბალი, რატომ ახსენე რა შუაში? რატო გჯერა? მოდი მანდიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ დაგიძაბა საერთოდ. ჩვენ აქ უკან ვეხილავთ ხოლმე, რომ აი მაგალითად პირველ სტუმარად სანდრო ლიყვაშვილი რო ყავდა, ის იცახდა, რომ აი მე აი გამიმართლა ისა და მე რაღაც საუბარში მივედით იქამდე, რომ რეალურად ისეთი რაღაცები აკეთა სულ, რომ საბოლოოდ იმ შედეგამდე მივიდა. ჯამში კი არ გაუმართლა, უბრალოდ იშრომა. ხო და მე დავუსიკითხო, რომ რას ნიშნავს მეთქი და ანუ ანამაც შემოვუბრუნე, ხო რა გაგიმართლაო მოიცო. მუდმივად აი ამაზე მსჯელობთ, რომ ეს იღბალი არსებობს რეალურად, რაღაც განგება და ბედის წერა თუ უბრალოდ ჩვენით ისეთ ნაბიჯებს ვდგავთ, ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომ საბოლოო ჯამში იქ მიდივართ, სადაც ვართ. ანუ კარგი იქნება თუ ცუდია რა ნიშნავს. ხო, მე მგონია ეგრე რომ აი მულტივერსი რო არის თუნდაც ხო, ანუ არსებობს ბევრი გასავლელი გზა. შენ გაქვს იმაზე მე შენ როგორ გაივლი ამ გზას, ანუ ჩემი აზრით, რა ვიცი, ხო, ბედის წერაც არსებობს, იღბალიც ძალიან დიდი წონა აქვს ჩემი აზრით წარმატებისთვის. აი მარტივი პარალელი რო გავუდგო, სპორტზე ყველაზე მარტივი გასავლელი არის რა, შენ შეიძლება შენი თავის მაქსიმუმს დებდე. ძალიან კარგად გამოგდიოდეს თუნდაც რომელიმე სპორტის თამაში, მაგრამ ერთმა უიღბლო შემთხვევამ, თუნდაც ტრავმის მიღებამ, ანუ მოგიკლას ხო ეს, ანუ რა სიტყვი რომ შრომა დააკელი? ხო, უბრალოდ არ გაგიმართლა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ანუ ბიზნესშიც მსგავსად არის, რომ სადღაც იღბლის კომპონენტი შემოდის. სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ შენ რეალურად შენი გადადგმული ნაბიჯებით და შრომით ამ რაღაცა გამოცდილებით, რომელიც გიგროვდება მერე და იმას, რომ თუნდაც გინდა რომ რაღაცა მიზნისკენ მისასვლელი და ამ გასავლელი გზისთვის ყველაფერი გააკეთო რეალურად, შენ უბრალოდ აუმჯობესებ ჩემი აზრით შენი იღბლის კოეფიციენტს რა. და ამაზე რაღაცა მხრივ ზეგავლენა გაქვს. იმიტომ რომ თუ ყველაფერს ფეხებზე დაიგიდებ და არაფერს არ გააკეთებ, მარტო იღბლის იმედად ვერ იქნები რა. აქედან გამომდინარე, თუმცა ბევრი არის მაგის იმედად, ხო, გარშემო. ხო, მაგრამ ვიღაცა შეიძლება გაუმართლოს კიდევაც, ხო, არის ეგეთი აი აუთლაიერებს რო ეძახიან, ხო, რაღაცა ძალიან გარემდგომი ადამიანები ან შემთხვევები, რომელზეც იტყვი რომ უბრალოდ გაუმართლა რა ცხოვრებაში. და სხვა არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ეხლა ეს მულტივერსი რო ახსენე, ხო, ბევრი გასავლელი გზა არსებობს. აი მაგ რეალურად მანდარი ყველაზე, ესე ვთქვათ, ჯერ კვერცხი იყო თუ ჯერ ქათამის ამბავი რა. ანუ ამ მულტივერსში როცა ხარ და როცა იცი რომ შეგიძლია ეს გზა გაიარო, ეს გზა გაიარო, ეს გზა გაიარო და ერთი და იგივე მიზნისკენ მიდიხარ, მაგრამ რომელ გზასაც აირჩევ სხვადასხვანაირად მიხვალ. რეალურად აი იმ მომენტში როცა გადაწყვეტილებას იღებ, ეგ იღბალია თუ შენი გადაწყვეტილება? არა, ეგ არის შენი გადაწყვეტილება. ანუ იმ მომენტში, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას იღებ, ხო, აცნობიერებ და ისე იღებ. უბრალოდ შენ არიცი, ანუ წინასწარ არიცი რომელი გზა როგორ მიგიყვანს, ხო? ხო და აი მან დილის კომპონენტი არის, რომ ისეთ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კარგად მიგიყვანს და ცუდად. ამან დავდივართ შენ ემოციებთან და შენ შინაგან რწმენასთან რა. რისი გწამს, ხო? ანუ როგორი გადაწყვეტილების გწამს, ანუ თუნდაც სტარტაპს რო აკეთებ, eWorks-სანამ დავიწყებდით, 5 სხვა იდეა გქონდა, მაგრამ მე eWork-ი გადავწყვიტეთ, ხო? შეიძლება სხვა იდეა რო გამეკეთებინა, ეხლა უფრო წარმატებული ყოფილიყავი, ხო? ან შეიძლება ისეთი, ან ისეთი გამეკეთებინა, რომელიც ეგრევე დაფეილებულიყო, ხო? მაგას უკვე მაგის ანალიზს ვეღარ აკეთებ, რა. შენ იცი 10 წუთში დღეს სათხარ, ხო? აქედან გამომდინარე, ანუ კომპლექსური საკითხია, მაგრამ ნებისმიერი შენი გადაწყვეტილება, ანუ შენ აცნობიერებ და ისე იღებ, და მე შეიძლება თქვა და გაანალიზო უკვე რო გავა, აი მაზე გრომოვა შენი მიღებული გადაწყვეტილება 3 დღის წინ რეალურად სწორი იყო, არ იყო სწორი, სადღაც გაგიმართლა თუ არა თუ რა მოხდა. აი ხა მაშინ კიდევ ერთ კითხვას დავსვათ, თუ შეიძლება გერგერგეწკინას ცოტა და მე ჩაგრავ, მაგრამ წინაზე შენ ჩაგრავ. რეალურად ამ ლაპარაკით მე ვით იქამდე შეცდომა
რომელიც განუყოფელი ნაწილია სტარტაპერობის, ანტრეპრენერობის, ცხოვრების ჩემი აზრით. უკაცრავად ყველაფრიც. შეცდომას როგორ გადის კარგი სტარტაპერი, მოდი ასე თქვა, ან შენ როგორ გადი? როგორ ამუშავებ მე და რას აკეთებ? პირველი რაც არის, რასაც მეც ჩემ თავთანაც ზუსტად ესე ვარ, თუ რაღაცას არ გააკეთებ, არ ცდი, ვერ გაიგებ, გამოგივა თუ არა, ხო? რაღაცას როდესაც ცდი, აი თუნდაც პოდკასტში რომ მოვედი, ხო, პირველი პოდკასტია, არ ვიცი რამდენად კარგი იქნება ჩემთვის, ხო? არინანო ძალიან. ხო, არა, არ ვიცი, მაგრამ მე ამის გავანალიზებ, რაღაცები მომეწონება, რაღაც არ მომეწონება და მე შემიძლია რომ ყოველი შემდგომი მსგავსი გამოცდილება უკეთესი გავხადო, ხო? ანუ ჩემ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლ. შენ თუ არ შეგიძლია პირობითად და გეშინია შეცდომების დაშვების ყველას გვეშინია ასე თუ ისე შინაგანად რა. უბრალოდ ამის სწორი მართვა უნდა ვიცოდეთ, ჩვენ როგორ მართავთ ჩვენ ემოციებს და ჩვენ ამ შინაგან შიშ შეცდომებს. და შენ როგორც მეწარმე და სტარტაპერი, ხო, ანტრეპრენერი, რომელიც რეალურად ძალიან ბევრ ექსპერიმენტს აკეთებ, ხო? უეჭველად დაუშვებ ბევრ შეცდომას ამ პროცესში. მთავარია მე გაანალიზო ეს შეცდომა, რომ იგივე რაღაცაზე წვირი კიდევ არ წაიტეხო რა. და კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც გუნდსაც ვეუბნები ხოლმე ჩემსას, არის ის, რომ ჯობია, მირჩევნია შეცდომები დაუშვათ და ვისწავლოთ, ვიდრე არაფერი არ ვაკეთოთ. ანუ ვიმოქმედოთ, უბრალოდ მე სწორი ანალიზი გავაკეთოთ, რატო მოხდა ეს, რატო დაუშვით ეს შეცდომა და ამ შეცდომამ რეალურად რა გამოიწვია. მაგრამ თუ მოქმედებაზე არ გადავალთ რეალურად, შეცდომებსაც ვერ დაუშვებთ და არც არაფერი გაკვეთილი გვექნება სასწავლი რა. ეს არის ჩემი რაღაცა მაინდსეტი, რომელსაც მივყვები და დღემდე მოკლედ ბევრი შეცდომა დამიშვია, ბევრი ფაქაფი მქონია ცხოვრებაში, რომელზეც თან ღიად მიყვარს საუბარი, თუნდაც გუნდთან, თუნდაც ნებისმიერ ადამიანთან და ვთვლი, რომ ეგ არის ის, რაც მეც მასწავლის უკეთესად გახდომას და სხვასაც დაეხმარება მე, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვოს. და რახან ახსენე შიში შეცდომების. აი, როგორ ადამიანებს აქვთ შეცდომების შიში, ან რატომ აქვთ ეს შიში? შენი აზრით? ყველას აქვს შიში. ხო, ჩემი აზრით ორი ტიპის, მოდი, რა ბევრი ტიპის შეიძლება ადამიანს მიუსადაგო შიში და ისე აქვს, მაგრამ მოდი ორი ტიპის ადამიანზე ვისაუბრებ რა. არიან ადამიანები, რომელსაც შიშის გზნობა აქვს და ამის მართვა შეუძლიათ. ოღონდ თავისთავად ახლა არსებობს რაღაცა შიშის ლეველიც, რისიქითაც შეიძლება შენც ვერ მართო, ხო? ემოციურები ვართ ადამიანები და საბოლოო ჯამში ემოციებზე დავდივართ. არიან ადამიანები, რომელსაც შიში აქვთ და ამ შიშს უბრალოდ ვერ მართავენ და ეს შეიძლება შიში განპირობებული იყოს იმისთვის, რომ მე რო შეცდომას დავუშვებ, სამსახურიდან გამიშვებენ. ან მე რო შეცდომას დავუშვებ, ქვეყანა დაიქცევა, ხო? აი მაგალითად ექიმები რო ავიღოთ, ხო? საოპერაციო მაგიდაზე რო უწევთ პაციენტი, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. იმიტომ რომ ფატალურად დადგება, ხო? ფატალური შედეგს მიიღება. ანუ არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება და იქ თუ შენ ემოციურად ყარად არ იქნები, ხო? ხო, კარგი ექიმი ვერ იქნები. იმიტომ რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეც რაღაცა ფატალურად დაასრულოს, შენი კარიერა მორჩეს, ან ბევრი რაღაც შემოდის, რაც შენ შიშის ფაქტორს გიღვივებს რა, მაგრამ ჩემი აზრით ის ექიმები, ვინც მაგაზე მიდიან, რომ შეუძლიათ საათობით საოპერაციო მაგიდაზე იყვნენ, იციან სწორად როგორ მართონ ეს შიში. თორე აუცილებლად ექნებათ. კი, მე კიდევ მაინტერესებს ეგეთი რაღაც, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ანტრეპრენერი ვინ არის, მაინდსეტი როგორი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ხა მაინტერესებს მეორე ნაწილი. ანუ მე მაქვს ანტრეპრენერული მაინდსეტი, უნარები, ყველაფერი მაქვს, ვიწყებ სტარტაპს და ვფეილდები. ან ვიწყებ სტარტაპს და წარმატებული ვხდები. აი, ანტრეპრენერული მაინდსეტის მერე შესრულების ნაწილში რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარუმატებელი სტარტაპერი არ გახდე და გახდე წარმატებული სტარტაპერი. აი, ჩემი აზრით წარუმატებელი სტარტაპერის ცნება არ მესმის რა. ხო, ნუ იმას ვიძახი, რომ შენ თუ რაღაცას ცდი, ხო? და რაღაც დაფეილდები შეიძლება წარუმატებლად საერთოდ არ ვთვლი რა. არა, არც მე ვთვლი. აი, მეც ახლა რაღაცა მესამე ბიზნესი. 3 სტარტაპი დამიფეილდა. ხო, მაგრამ იმდენი მასწავლა ამ დაფეილებულმა გამოცდილებამ, რომ რეალურად დღეს სადაც ვარ, ამის ძალიან დიდი წონა აქვს ამ ყველაფერს რა. ეხაც მაგალითად A-Works რაღაცა წარმატებები აქვს მეც ხო, კარიერულად თუნდაც ამ მიმართულებით. რავი, არც ვთვლი რომ ძალიან წარმატებული ანტრეპრენერი ვარ რა, იმიტომ რომ ჩემთვის წარმატების საფეხური ბევრად მაღლა არის და იქ მინდა რომ მივიდე რა. იქ თუ მივალ, შეიძლება ვთქვა რომ ხო, ეხა კი შემიძლია ვთქვა რომ წარმატებული. უცხო პლანეტელები გინდა რომ დაასაქმო მარსზე. სად გინდა რომ მიხვიდე? აი ეს ამბიციები რაც მაქვს რომ რეალურად ჩემმა ეს A-Work-ი იქნება და სხვა პროდუქტი იქნება დღეს რთულია თქვა, იმიტომ რომ მომავალს ესე ვერ განსჭრეთ. მაგრამ ხო, მაზეგ რაც მოხდება, მინდა რომ ჩემ მოკლედ
განხორციელებული ეს იდეა იქნება თუ იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, ბევრად უფრო გლობალური გავლენა კონდეს რა. ბევრად უფრო იმ მასშტაბის იყოს, რა მასშტაბის მე მათქმევინებს, რომ აი მე ეს რომ გადავდგან, რომ თქვი რომ ამოდი რა ანტრეპრენერი მინდა გავხდე, რეალურად რომ მოვიხედები, მე ვიტყვი რომ კი, ესე იგი სწორი გადაწყვეტილება მიმიღია რა. გლობალურ გავლენაში გულისხმობ რა შეიძლება მეტ ქვეყანაში მუშაობდეს შენი პლატფორმა. რაც შეიძლება მეტ ადამიანზე, შეიძლება იყოს 2 ქვეყანა, სულ 3 ქვეყანა, მაგრამ რაც შეიძლება მეტ ადამიანზე კონდეს გავლენა იმ პროდუქტს, რა პროდუქტსაც მე გავაკეთებ. პოზიტიური ხო, ან რეალურად ხო ბიზნესი იმიტომ ვაკეთებ, რომ რაღაც პრობლემები მოუგვაროთ ადამიანებს, ხო? და ან თუნდაც იმ სეგმენტს, ვის სეგმენტიც ბედნიერი იქნება, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარებაში გადაგვიგეთოს თანხა. აქედან გამომდინარე, ეგ არის ამბიცია. დღეს საქართველოს კვალობაზე ჩვენ პლატფორმას როგორც სტარტაპს, რა ვიცი, აი მიხარია ხოლმე რომ 100,000-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩამოტვირთული ჩემი აპლიკაცია და ძალიან საამაყოა რა, იმიტომ რომ არ ვიცი ბევრი აპლიკაცია ქართული საბანკო სექტორს თუ არ ჩავთვლით, სადაც ამხელა ციფრები არის რა. და ეგ მაგზნობინებს რომ ეგ სწორ რაღაცას ვაკეთებ, ხო? ადამიანებს რეალურად ღირებულებას ვუქმნი. სადღაც რომ მივდივარ და მესმის რომ სიხარულით მეუბნები არის და შენი პლატფორმა დამეხმარა რომ დავსაქმებულიყავი, ან შენი პლატფორმა დამეხმარა რომ კარიერულად გავზრდილიყავი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცა კონტენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ანუ ჩემთვის არის ხოლმე რაღაცა პოზიტივის და რაღაცა სიამაყის გრძნობას მაშვება ხოლმე ჩემში რა აღვივებს და მინდა რომ ეს კიდევ უფრო მეტ მასშტაბზე გავიდეს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაღაც მხრივ რაღაც ჩემი ეგოსაც გამოვიკვება ამის. ოპა, აი ამბიცია ახსენე რამდენიმეჯერ. და ეს ამბიცია რა არის შენი განმარტებით და შენ რატო გაქვს კონკრეტულად? აი ხო შეიძლება რომ არ გქონოდა ამბიცია, რატო გაქვს? იმიტომ რომ არ შემიძლია ერთ ადგილას გავჩერდე და სულ მოქმედებაში ვინდა ვიყო რა. აი ერთ-ერთი ის იყო მოქმედება არა ამბიციური ხო შესაძლებელია. კი, შეიძლება რა მიზნის გარეშე იყო და ისე მოქმედებდა, ხო? ხო, აი რა განსხვავება? ანუ რამდენიც გინდა იმდენი ადამიანია ეგ. ხო, ანუ მაგიტომ ვიკითხო. მან ესე უფრო შევხედავ რა საკითხს, რომ ზოგადად მიყვარს ამბიციური ადამიანები რა, ანუ რაღაც სადღაც რომ უნდათ რომ მივიდნენ, რაღაც უნდათ რომ გააკეთონ რა და ერთ ადგილას არ უნდათ ყოფნა. მაგრამ ზოგიერთ ადამიანზე მიჩნდება ხოლმე რომ ვაყოფდე, არ უნდა ვიყოთ რეალისტურად ამბიციურები უნდა ვიყოთ და ეს ამბიცია არ უნდა გადაგვდიოდეს რაღაცა utopიაში და ისეთ რაღაცაში, რომ სხვას აზიანებდეს რა. ანუ შენი ამბიცია, შენ უნდა გაძლევდეს იმის мотиваციას, რომ ყოველდღე როდესაც იღვიძებ, აი იქ სადაც გინდა რომ მიხვიდე, იმისთვის ყველაფერი გააკეთო რა. ანუ რაღაც ხედვასავით გაქვს ეს ამბიცია? მაილსტოუნივით გაქვს. მაილსტოუნები არის კი. A პუნქტიდან B პუნქტში მისვარ, მაგრამ რას გულისხმობ და ეგ მაინტერესებს. აი როცა სხვას აზარალებ, აი როდის აზარალებ ვიღაცას შენი ამბიციით? ან როდესაც მაგალითად, რა ვიცი, აი რაღაც მიზნისკენ მიდიხარ, თუნდაც აი რო ავიღოთ ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ხო? ორივე შეიძლება ამბიციურები იყოთ და ორივე ანუ საკუთარმა ამბიციებმა შეგიწიროთ. იმიტომ რომ ანუ ერთს რაღაცა სხვა მისწრაფებები აქვს, მეორეს სხვა და ხო ორმხრივია ურთიერთობა და ამ ამბიციებმა არ მისცეს არც შესაძლებლობა რაღაცა დაათმობინოს. რატო დაშორდით ამბიციებისგან? ანუ შეიძლება ვერ იაზრებს ადამიანი რომ ამის გამო დაშორდა, მაგრამ ხო არის ეგეთი, რომ აი არ ყოფილა ეგეთ შემთხვევები, თუნდაც სამეგობროში რომ დაშორდა, იმიტომ რომ ვიღაცამ კარიერა არჩია, ხო? ანუ ის ამბიცია აქონდა რომ კარიერულად რაღაცა milestone-ს მიეღწია და უბრალოდ ხელს უშლიდა ის კონკრეტული სიტუაცია. აი მე მქონდა კარიერის გამო თუ დაშორდნენ და არა სხვა ამბიციის გამო კიდე კაი. ეგეც არის საქართველოს. კიდე კაი. კიდე ერთ-ერთი ის მქონდა რომ აი ანტრეპრენორული ის იყო რომ ცოტა ისე გამომივა, მაგრამ აი შაბათ კვირას რო საქმეს არ აკევერ რაღაცა თუ არ ვარ დაკავებული, ანუ სულდად ხვდები რა ვქნა. ანუ ვიშლები ჭუიდან, რომ რაღაცა კვირა დღე, როგორ შეიძლება რომ ფუჭად, აბა ამას უნდა დაისვენო, მაგრამ რაღაცა უნდა აკეთო. და რას აკეთებ ხო? ანუ ამას ოღონდ კეთებას არ ვამბობ, ჰოპსა რაღაცა, ანუ აი საქმისადმი რომ რაღაცა იქნებ იმ კვირა დღესაც გამოყო 1-2-3 საათი იმისთვის, რომ საქმეში რაღაცა გააკეთო, რომელსაც აკეთებ რა. აბა როდის ისვენე? არა, დასვენების მაგას ვამბობ, რომ ამას არ უნდა შევხედოთ ისე, რომ არ დაისვენო, მაგრამ ანუ მე ის მიჩნდება ხოლმე, რომ ამ დროს ხო ფუჭად არ უკარგავ რა, თორე დასვენება ძალიან მიყვარს და მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ადამიანისთვის დარესეტება, დასვენება, გარემო შეცვლა, რაღაც ხობით დაკავება და ამისთვის დროის გამოყოფა და თუნდაც რესურსის ხო ფინანსურის რა, აუცილებლად უნდა შენ შეგეძლოს, რომ რაღაცა მხრივ არ მოიკლო, მოკლედ. ანუ შენ მაინც ვთვლი, რომ ფუჭად დაკარგულია დრო, როცა არ მუშაობ? აი მე მაინც ვთვლი, რომ მივდივარ სადღაც სამოგზაუროდ, ლეპტოპი უეჭველი უნდა წავიღო რა, ანუ არ შემიძლია რომ ლეპტოპი დავტოვო. იმიტომ რომ წაიღო რა მოხდება?
იმიტომ კი არა რომ ჩემი გუნდის წამს დამჯერა და სხვა საქმეებს რასაც ვაკეთებ, იქაც ვიცი რომ არაფერი არ დაიქცევა და მობილურითაც რაღაცებს გავაკეთებ და თუ ვერ გავაკეთებ, ყავს ადამიანები, ვინც დამეხმარებიან. მაგრამ ლეპტოპი რომ იმაქთან, შვიდად ვგრძნობ თავს, რომ იქ რომ რაღაცა 7 საათზე გამეღვიძება, შემიძლია ავდგე და 2-3 საათი სანამ სხვები გაიღვიძებენ, ვისთან ერთადაც სხვა რაღაცა საქმე გავაკეთო რა. ეხაც მქონდა ეხლა ეგეთი შემთხვევა. რომ ერთად ვიყავით სამეგობრო და დილით ბარსელონაში თან კაიამინდი იყო 7 საათზე ვიღვიძებდი, ვერანდა გქონდა, გავიდოდი, ლეპტოპი, ჩაი, რაღაცა ცოტა საქმეს გავაკეთებდი. მე სხვაებიც რო იღვიძებდნენ, მე ეს უკვე ჩემი თავისის დაკმაყოფილებული მქონდა რა. მეც ეგრე ვარ ხოლმე სულ, მაგრამ სხვათა შორის მე პირველად რო არ წავიღე ლეპტოპი ესე საზღვარგარეთ, ძალიან ვინერვიულე, მთელი გზა ვნერვიულობდი. მე ისე მომეწონა, ის მე აღარ მიმაგდა სადეთ კარგია. ისტორიულად მეც ეგრე ვარ, ანუ სულ რაღაც ანუ ძალიან გამართლა არ წაღებ. დამქონდა, მაგრამ მე რაღაცნაირად არის შემთხვევები, ტრიფები, როცა ვიძახი რომ არ წავიღებ მორჩა რა, რაღაცნაირად შემიძლია. სცადე მართლა კაია მოგეწონა. უნდა სცადე, ხო. მე აღარ მოგინდება ლეპტოპი. დატოვე. ხო და შეიძლება შინაგანად მაგას გრძნობ და მაგით ვარ ვაკეთებ. შეიძლება შინაგანად მაგას გრძნობ და მაგით ვარ ვაკეთებ, რომ არ მინდა რომ ეგ მოცემულობა დამიდგეს, რომ მე მომეწონოს ლეპტოპის ქვეშ. კაია, მე იმ გადავსახედიდან უფრო მოგწონა. ხო, მაგრამ ესეც გამომიმუშავდა. თავიდან ძალიან ჩაციკლული ვიყავი, მოკლედ მოგზაურობის დროსაც რაღაცა ვერ ვწყდებოდი. ანუ ჰოპსაც აი რაღაცა ხობით რო ვიყავი დაკავებული რაღაც აქტივობით, სულ რაღაცა შინაგანად მაწუხებდა, რომ იმიტომ რომ შენ საკუთარ საქმეს რო აკეთებ, შენ ხარ ხო ტვინიც ხერხემალის და შენზე დგას ყველაფერი და კონტროლის დაკარგვა არ მინდოდა, ხო? არა, ისედაც როდესაც მუშაობ და შენზე თუ ბევრი რაღაცა არის, ხო? ან გუნდი ყავს, ან ხშირად გიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია, რაღაცა პრობლემა თუ არის, შენ ხარ ის ვინცაც გეკითხებიან ამ პრობლემის სწორი ამოხსნა რა არის, ხო? ამ შემთხვევაში ხო, თუნდაც არ მომობ შეიძლება შენი არ იყოს და ტოპ C-level-ის მენეჯერი იყო და რამდენი ვიცი, რომელსაც, რა ვიცი, რო ისვენებენ, სულ მობილურზე არიან. მე მაგალითად მქონდა პერიოდი ცხოვრებაში, როცა რო ვისვენებდი, დანაშაული შეგრძნება. კი, მეც მქონია. განვიცდი მაგას. ხო, ეგ დღემდე. არა, მე ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე და მე ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა ვისვენებ, აბსოლუტურად ვისვენებ. აი, მე ჯერ ეგ ვერ გამოვიმუშავე, რომ დანაშაული შეგრძნება არ მქონდა სოვის. მაგარი შეგრძნებაა ძალიან. მაგრამ დასვენება მიყვარს და მოგზაურობა. როცა შეგიძლია რომ გვერდზე გადადო ცოტა ხანი, მაგარი შეგრძნება. ანუ მე რაღაცა ლეველს აღწევ რა და მე ამბობ რომ ვიმსახურებ ამ დასვენებას და დავისვენ. ვიმსახურებ და თან ალბათ ჩემი თავი მიყვარს რაღაცნაირად, ხო? ალბათ რა უნდა გიყვარდეს? არა, უნდა გიყვარდეს, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გძნობ მაგას რა. ეხლა მე მუშაობდი ისეთ სამსახურში, საჯარო სამსახურში 24 საათიან რეჟიმზე რა. წლები საერთოდ არ ამიღე შემოგვიყვება. მე მგონია რომ მაინც ასაკთან ერთად მოდის რა. თავიდან იმდენად ეს ხარ აი არ ვიცი მაგ ქართულ შესატყვისი მაგ სიტყვისაც აი ჟილკა გაქვს რა რომ აი ჟინი ხო ჟინზე რო ამბობ რომ აი რაღაცა გააკეთო რომ წინ წახვიდე რომ აი მაგ დროს საერთოდ არ გაქეს რომ რა დროს დასვენება ეს ყველაფერი და მე რაღაც ასაკს აღწევ და ხვდები რომ მაგრა დაიხალე და ცოტა დასვენება გჭირდა აი ჟინი როგორ ჩვენო როგორი არის კამერას ვერ ვაჩვენეო ხო ხო ბევრი ვეცადე მაგრამ ხო ჟინი ხო რაღაცა ალბათ ჯერ კიდევ წინ გაქვს ეგაც. აი ანამ რაც თქვა რა, ხანდახან რაღაც მომენტში ხვდებიო, რომ დაიღალეო. აი მე მაგალითად ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ, ანუ მე მგონი არც შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც ვიფიქრებდი, რომ აი ეს რაღაცა ჩემზე გაცილებით ენერგიულია და რაღაც. და არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ვიღლები, მაგრამ დაღლის შეგრძნება არ მაქვს ხოლმე, მაგრამ გადაღლის შეგრძნება მაქვს მე გძევადიანად, რომ აი თურმე გადავიღალე და დასვენება მჭირდება. აი შენ თუ ქონია ეგეთი შემთხვევა რომ გადაიღალე აი ხო ყვები რომ ესეთ რეჟიმში ხარ ყოველთვის და შაბათ-კვირასაც და ესპანეთშიც და მალაიზიაშიც და ყველგან შეგიძლია იმუშაო აი გადაღლის ან გადაღლის შეგრძნება თუ ქონია და როგორ უმკლავდები მაგას კი როგორ ხშირად გადაღლის ესე ვიტყვი რა სტარტაპს რო აკეთებ ხო ხო დიდ რისკზე მიდიხარ და ბევრ რაღაცაზე ამბობ უარს ან თუნდაც მაგალითად თუნდაც რავი შემოსავალზე ისეთ შემოსავალზე რომელიც გეკნებოდა რომ შენ რაღაც კორპორატიული გზით წასულიყავი ხო ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე რომ ეხლა მე რომ რა ვიცი უნივერსიტეტის მერე სადღაც წავსულიყავი ვიცი რა შრომას ჩავდებდი ვიცი ჩემი უნარები ხო ვიცი რა შემიძლია და რავი რა 5-7 წელი კარგი დრო არის რომ სადღაც რომ მიხვალ გაიზარდო ხო თუნდაც პოზიციურად და ახვიდე იმ საფეხურზე სადაც თუნდაც შენი შემოსავალი ისეთი იქნება რომელსაც შენი სტარტაპი ვერ გთავაზობს დღეს იმიტომ რომ სტარტაპს რო აკეთებ სულ ასხავ იმიტომ რომ სწრაფად გაიზარდოს ხო გუნდია შენთვის პრიორიტეტი ვიდრე შენი თავი იმ შემთხვევაში შესაბამისად ამ პროცესში აი ბევრი ესეთი რაღაცა ფიქრები შეიძლება იყოს რომ აი სტარტაპს რო ვაკეთებ იქნებ ხო არ ჯობდა რომ რავი რა უფრო პრაგმატულად მეფიქრა მაგალითად და წავსულიყავი სხვა გზით და ეს
ეს ფიქრები უფრო ღლის რა ხანდახან, ოღონდ როცა საქმე მიდის ცუდად. და სტარტაპში საქმე ხშირად მიდის ცუდად რა. თორე კარგად რო არის ინვესტიციას რომ მოიზიდავ, იქ რაღაცა ანუ უფრო ემოციური ფონი გაქვს. ხო, ნუ ემოციური ფონი არის, რომელიც მე უბრალოდ ეს ემოციური ფონი ღლის, მაგას ვამბობ რა გადაღლას, თორე ის რომ რაღაცა დაიღალო რომ რაღაცა ვეღარ გააკეთო ან мотиваცია ვერ ნახო, ეგ არასდროს არ მქონია რა. მაგრამ მქონია პერიოდი, რომ მიფიქრია, რომ სტარტაპს რო ვაკეთებ საკუთარ საქმესთან, ანუ არაერთი სტარტაპი გამიკეთებია, რაღაცა დაფეილდა, რაღაცა წარმატებას მიაღწია, ხო? რაღაცა ჩემი კარიერულად, პიროვნულად გავიზარდე, ნეტვორკინგი, ხო, კონტაქტების არეალი ძალიან მაგარია. მეორე მხარეს რო შეხედავ პირობითად, იქნებ იმ გზით საწავი, მაგრამ იმ გზით ვიცი რომ უბედური ვიქნებოდი რა და საბოლოო ჯამში ყველაფერი არ დადის ფინანსურ ჩემი აზრით არ დადის რა. ყველაფერს ვერ დაგდაქმნებ ფულად. ამიტომ მე ის მიზანი მაქვს რომ რეალურად რო გავა რამდენიმე წელი კიდევ და მოვიხედები, ის თავისუფლე მქონდეს რომელიც დღესაც მაქვს და იმაზე მეტი ამონაგები რომელიც მექნებოდა სადღაც რომ მემუშავა რა. ხო. აუბათი. უთხარი. ეგ კითხვა მიყვარს ძალიან. ამ ბოლო ხანებში ბევრი არ გქონდა სამწუხაროდ ეგეთ შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა გქონდა, როცა ქართული სტარტაპი ძალიან კარგ ფასად გაიყიდა. შენ რა დონეზე ხარ ან იქნები მზად რომ შენი სტარტაპი რომელიც ასეთი წვალებით შექმენი გახდა. ხო. ანუ ადრე რო გეკითხა 2 წლის წინ 3 წლის წინ ეს კითხვა ვიტყოდი რომ არა მე ჩემს სტარტაპს არ გავყიდი არასდროს თქო და ეს მე მინდა რომ მაგალითად ამ გადმოსახედიდან არანაირი ანტრეპრენერული მაინდსეტი მე არ მაქვს სამწუხაროდ. მაგრამ სტარტაპი რომ მქონდეს ძალიან გამიჭირდება და გაყიდვა ესე მგონია. ხო, მეც ეგრე ვფიქრობდი რამდენიმე წლის წინ. და რამდენიმე წლის წინ სხვა სტარტაპებს რასაც ვაკეთებდი, ვამბობდი რომ აი რა არისო შენი მიზანი რომ ეკითხებოდნენ exit სტრატეგია, ხო, რაც სტარტაპ სამყაროში დამკვიდრებული ტერმინი არის, რომ რისთვის აკეთებ ამ სტარტაპს და რა გინდა საბოლოო ჯამში რომ გააკეთო ამით, რა ამონაგები გინდა რომ მიიღო, ვამბობდი ხოლმე რომ არა, ეს მინდა რომ ვაკეთო სულ და რავი რა არც გავყიდი, რავი საბოლოო ჯამში რავი IPO-ზე გავიყვან და რავი აქციებს გამოვხო, მაგამდე გავზრდი. დღეს ამ საკითხს უფრო ესე შევხედე, რომ შენ როდესაც სტარტაპს აკეთებ, ხო, თუ რაღაც opportunity იქნება ის, რომელიც რეალურად შენ განვლილი რაც გაქვს, ხო, იმას დაგიკომპენსირებს, ანუ ისეთი ოფერი თუ გაქვს, რომელიც ის რაც რესურსიც გაქვს ჩადებული, იმას გიკომპენსირებს, ამავდროულად შენ ხედავ, რომ ამ გამოცდილებით უკეთესი რაღაცის გაკეთებას შეძლებ და თან თვლი რომ შენი პროდუქტი იმ კონკრეტულ ჯგუფთან ერთად უფრო გაიზრდება, ალბათ უნდა გაყიდო. იმიტომ რომ თუნდაც აი, რავი, Glovo და Bolt ორივე ჩვენთან არის, მაგრამ ორივე გაიყიდა. ხო, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ორივე სხვა უფრო დიდმა კომპანიამ იყიდა, იმიტომ რომ რეალურად უფრო სწრაფად გაზრდილიყვნენ. და დამფუძნებლებისთვისაც, ფაუნდერებისთვისაც ეგ მისაღები მოცემულობა იყო. თან მით უმეტეს, როდესაც შენ ტექნოლოგიურ სტარტაპს ყიდი, იშვიათად რომ სრულად დაექსიტდე, ხო? ანუ მისი ნაწილი მაინც ხდები. ან იმ ჰოლდინგში გაქვს რაღაცა კონტრიბუცია. ამიტომ ამ ნაწილში თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, მე ბედნიერი ვიქნები და ალბათ დამფუძნებლების ბედნიერები იქნებიან ჩემი კოფაუნდერები, რომ eWork-ი გავყიდოთ, მაგრამ ესე არ ვფიქრობ. მაგრამ ადრე მაგალითად ყველა ჯერზე პასუხი მექნებოდა რომ არა მე ჩემს სტარტაპს არ გავყიდე რა. თან მანდ მეორე კრიტერიუმით შემოდის რომ შენ როდესაც რაღაცას გაივლი, ხო, რაღაც გზას გაივლი და იცი უკვე ბევრი რამ, ყოველ შემდგომს უფრო მარტივად გაივლი რა. ნებისმიერი ფაუნდერი რომელიც ერთხელ მაინც კარგად დაექსიტებულა, უკვე იცის გემოციცის დაექსიტების, ხო? და იცის იქამდე როგორ უნდა მივიდეს და ფულიც აქვს უფრო მეტი. ფულიც აქვს და ყველაზე მეტი რა აქვს? Ferrari-თან დადის. პრუფი აქვს რა. ან ნებისმიერ დროს თუ კარგი სახელი აქვს, თუ მას იცნობენ ასე თუ ისე და იციან რომ ერთხელ ამ წარმატებას მიაღწია, ახალი იდეა რო გაუშვება და ინვესტორებს მიაწვდის. და უფრო ხსნილი აქვს. ხო, რავი, აი სემ ალტმანი რო წამოვიდა OpenAI-დან დაბრუნდა, ხო? იმიტომ რომ სემ ალტმანს რო ეთქვა რომ ეხა მინდა რომ OpenAI, ხო, ChatGPT 2 OpenAI 2 გავაკეთო, რამდენი ადამიანი იქნებოდა ბედნიერი, ვინც მას ფულზე წვდომას მიცემდა, ხო? ძალიან ბევრი. შესაბამისად, მე ვთვლი რომ ერთხელ თუ რაღაცას გაივლი, ყოველი შემდგომი მსგავსი გზა შენთვის უფრო მარტივი იქნება. მაშინ რატო არ გაყიდდი სტარტაპს 2 წლის წინ და 3 წლის წინ? ანუ და რო დავამთავრო კითხვა, აი შენთვის რა არის სტარტაპი, როგორ განმარტავდი მაშინ და როგორ განმარტავდი დღეს? ოკეი, ჯერ გიპასუხებ რა მაშინ რატო ვფიქრობდი ეს? უბრალოდ არ მქონდა ის გამოცდილება, რაც დღეს მაქვს.
ანუ არ მქონდა ამდენ სხვა ფაუნდერთან შეხება, არ გავცნობილ ვარ რაღაცა წარმატებულ кейსებს იმდენს, მე არ მიგუზნია რეალურად სტარტაპის ისე ზრდა, რომ იმ ეტაპზე მისულიყო, რომ გაყიდვის ოპშენიც ყოფილიყო რა, ხა Ework ისე არის გაზრდილი, რომ რეალურად, ანუ კარგი ოფერითაც შეიძლება ვიღაცა მიყიდოს, ხო? ანუ ვიღაცა მოვიდეს შენთან და შემოგთავაზოს, რომ იცი რა შენ სტარტაპს ვიყიდებ, მაგრამ პატარა პროდუქტი რო გაქვს, რომელიც ჯერ პირველ ნაბიჯებს გავს, ამ მიმართულებით რადარზეც არ ხარ, ხო? ეგ ერთი არის. მეორე არის ის, რომ შენ როგორც მეწარმე, როგორც ანტრეპრენერი იზრდები და შენი მაინდსეტიც სხვადასხვანაირად ყალიბდება, ხო? და ამ გამოცდილებით ახლა მივხვდი, რომ ის უფრო იყო რაღაცა ბავშვური ემოციები, რომ რაღაცას რო აკეთებ საკუთარს, არ უნდა გაუშვა და უნდა ყავდეს და სულ უნდა ყავდეს მიუხედავად იმისა, რა ეტაპზე არის რა. და დღეს ამას სხვანაირად უყურებ და ვთვლი, რომ შენთვის რაც არის და შენი სტარტაპისთვის სწორი გადაწყვეტილება მაქედან უნდა ამოხდეს. შვილივით არის რა, გაზრდი და მე უნდა გავუშვა, კი. მეორე კითხვა რაც იყო სტარტაპი, ხო? პირველი სტარტაპი რო გავაკეთე, უფრო უარყოფითთან ასოცირდებოდა სტარტაპი და ვთქვი რატოც, ხო? ბიზნესი, იქ სტარტაპი და სტარტაპერი ხარო რომ მითხრეს, მეთქი არ ვარ სტარტაპერი, თქო მე ბიზნესმენი ვარ თქო და თურმე ხო, სხვანაირი რაღაც მქონია და ჩემი აზრით სტარტაპი არის ინოვაციური პროდუქტი, ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიური, შეიძლება იყოს არატექნოლოგიური, მაგრამ ინოვაციური ხო შეიძლება. ანუ ინოვაციური შაურმა სტარტაპია? ინოვაციური შაურმა არ ვიცი როგორი არის. მე მგონი არ არწევთ, ნუ იგონებ რაღაც. ინოვაციური შაურმა როგორი შეიძლება? ციფრული შაურმა არ შეიძლება რო გავაკეთოთ. ინოვაციური შაურმა იქნება, შაურმის მაგათაც არა ინოვაციური რო იყოს სტარტაპი არ იქნება? ჩემი აზრით ჩვენ რო გადავწყვიტოთ ახლა საშაურმის გახსნა, ვერ ვიტყვით რომ სტარტაპს ვაკეთებთ რა. ჩვენ რო გადავწყვიტოთ ახლა თონის გახსნა, ვერ ვიტყვით რომ სტარტაპს ვაკეთებთ, თუ რაღაცა ინოვაციურ კომპონენტს არ შემოვიდეს. რატო ახლა მაგალითად მე რო გადავწყვიტო რომ მედია კომპანია გავაკეთო, რომელიც შეიძლება ინოვაციური ვაფშე არ არის, ხო? რატო არ არის სტარტაპი? აპირებ ის გზა გაიარო, რასაც სტარტაპები გადიან, თუნდაც დაფინანსების რაუნდები, ინვესტორების მოყვანა, ფიჩინგი. ხავთ ჯერ ერთი ბიზნეს რო იწყებ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩემ აღქმაში უფრო ბიზნესი. ყველა საქმიანობა ხო ბიზნესია, რაც მოგებაზეა ორიენტირებული. თუ ესე შევხედავთ სტარტაპს, ესე შევხედავთ ტერმინოლოგიას გამოხედავთ, რაღაცის სტარტი არის, ოკეი. თუ ისე შევხედავთ, ხო, სტარტია, ახალ ბიზნეს რო იწყებ. ჩემთვის სტარტაპი უფრო ასოცირდება არა რაღაც ახლის სტარტთან, არამედ ინოვაციურ პროდუქტთან რა. ჩემი აღქმა ეს. ოკეი. კარგი. გადავიდეთ ხელოვნურ ინტელექტზე ალბათ რა. ალბათ. აღარ არის დრო. აღარ არის დრო, ხო. ანუ აი შენთვის რა არის ხელოვნური ინტელექტი და რა შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა რო გამოჩნდა? განსაკუთრებით generative AI რაც არის. ორი ემოცია მაქვს ხელოვნურ ინტელექტზე. ერთ ძალიან პოზიტიური, რომელიც ჩემ ყოველდღიურობას ამარტივებს, დიდ შესაძლებლობას მაძლევს, სწორად თუ იყენებ და მეორე რაღაც მხრივ შინაგანად მაინც შიში გაქვს, იმიტომ რომ არ იცი საიდან მიდის რა. არ იცი რა განვითარებას შეიძლება მიაღწიოს და ზოგადად თუნდაც სხვადასხვა ფილმები ან ნაწარმოებები ხელოვნური ინტელექტის საბოლოო დანიშნულების წერტილს ვიცით საიდან მიყავთ და ეგ არ მგონია რომ утопიური იყოს და არარეალური. სხვა შორის არც მე არ მგონია. აბა რა გგონია ზოგადად, აი მომავალი რო წარმოვიდგინოთ და ხელოვნური ინტელექტი, შენ რა გგონია რომ მოხდება 10 წლის მერე, 50 წლის მერე, 100 წლის მერე, აი რა მოხდება ხელოვნური ინტელექტი რა? ცოტა ხნის წინ ერთ პოდკასტს უყურებდი, სადაც მიწვეული იყო აი Godfather of AI ვინც არის, ის ადამიანი და თვითონ ეშინია მოკლედ, ანუ ერთ-ერთი ის ადამიანი იყო, ვინც ამ ტექნოლოგიას ჩაუყარა საფუძველი და თვითონ ეშინია რეალურად AI-ს, ხო, ანუ სად მიდის, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ფრეიმვორკი, რითიც შევზღუდავთ, ხო? მაგას ორი მიმართულება აქვს. პირველი, ჩვენ ყოველდღიურობა ძალიან გაგვიმარტივა. ეხლაც მაგალითად სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ დავალებებს რო ასრულებთ, მე რო უნივერსიტეტში ვიყავი, რისერჩისთვის მჭირდებოდა, შეიძლება კვირები დამჭირდებოდა, რომ რაღაც წყარო მეპოვა, წამეკითხა, ბიბლიოთეკაში კარგი ერთი პრომპტით, ისეთი შედეგი მიიღო, რომელიც შედეგის დროს დაგიზოგავს, ხო? ამას მე ყოველდღიურობაში ვიყენებ, გუნდშიც სულ ამას ვამბობ და ყველას ვამბობ, რომ უნდა გამოიყენო, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ესეთი უკავშირი, რომ აი გამოვიყენე, მაგრამ არ მომეწონა როგორი პასუხის დამიბრუნა, ან ის შედეგი ვერ მივიღე, რა შედეგის მინდოდა. არასწორად იყენებდა მაგიტო რა, ანუ
ეხლა რაც წამოდა აი prompt engineering-ი და რეალურად როგორ ვეკომუნიკაციოთ ხელოვნურ ინტელექტს, ესეც უნარი არის, რომელიც უნდა განვავითაროთ. მაგრამ ჩემი აზრით მაინც არის რაღაცები, რაშიც მართლა არის. აი ხ მაგალითად მე მედიაში ვმუშაობ და ვერ წარმომიდგენია ჩემი ტექსტი ჩემზე კარგად როგორ უნდა დაწეროს. თუმცა შენ შეგიძლია კომუნიკაციაში კონტექსტი არის. მე რას ვაკეთებ? სტრუქტურა, ხო? ანუ თავში გაქვს აი მაგალითად უნდა დაგეგმო გადაცემა, ხო? და რაღაცა სტრუქტურა ხო უნდა გქონდეს. მონახაზი, ამას როგორ გააკეთებ? აი მაგალითად ლექცია უნდა დავგეგმო მე სტუდენტებთან, ხო? სტრუქტურის მონახაზში ვიყენებ ხოლმე, რომ მაგალითად როგორი სტრუქტურა წარმომიდგენია მე, რა შეიძლება გავაუმჯობესოთ, როგორი პრაქტიკები არსებობს მაგალითად, სხვა რაც შეიძლება მოიძიოთ. ამას ისე სწრაფად აკეთებ, ეს რომ მე AI-ის გარეშე გავაკეთო, ძალიან დიდი რესურსი დამჭირდება. ან მაგალითად ტექნიკური დავალების შედგენა რომელიმე კონკრეტული ფუნქციონალისთვის. შეიძლება რაღაცა იდეა გაგვიჩნდეს გუნდში და ამ ტექნიკური დავალების შედგენაზე მჭირდებოდა 3-4 დღე. ანუ უფრო ტექნიკურ საკითხებში შევაჩერეთ, აი კრეატიულში ახლა მაგას. ხო, კრეატიული რა, ანუ რასაც ჩვენ ვაძლევთ, რა ინფორმაციაც აქვს ჩვენგან, იმ ინფორმაციის საფუძველზე პასუხობს, ხო? უბრალოდ ინფორმაციას იმდენად სწრაფად ამუშავებს, რომ ადამიანის გონება მსგავსად განვითარებული არ არის, რომ ამდენი ინფორმაციის დამუშავება შეგვიძლია. აი და რა ნაწილი გაშინებს მაშინ? ის ნაწილი მაშინებს, სანამ რა მაშინებს მაგაზე მივალ, იმას ვიტყვი, რომ დღეს რეალურად რა ტექნოლოგიური გადაწყვეტებიც იქნება, ხო? რაღაცა არ აქვს რაღაცა ზღვარი. ჩვენც რო გაგვიჩნდეს რაღაც AI მიმართულებით იდეა, შეგვიძლია განვახორციელოთ, ხო? რამდენი სტარტაპი არის? დღეს 10-დან 8 სტარტაპი მე მგონი ამბობს, რომ AI driven ვარ. კაც მარეთის ვინ რას ასწავლის ამე. ხო, მაგრამ ამ AI-ს რას ასწავლის რეალურად, ხო? არ არსებობს, ანუ რეგულაციები არ არსებობს, ხო? ეხლა ყველაზე დიდი მზარდი სტარტაპი, ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი რაც არის, AI სტარტაპი არის, Lovably არის, რომელსაც შეიძლება პრომპტები დააგენეროს საით. 4 წლის წინ, 5 წლის წინ development-ის სწავლა იყო ის, რასაც ყველა ამბობდა, რომ შენ უნდა ისწავლო coding-ი და ამ მიმართულებით ძალიან დიდი პერსპექტივა არის სამომავლოდაც. ეხლა მაგალითად აი შემოვიდა პრომპტებით როგორ დააგენერირო web-გვერდი, ხო? რა თქმა უნდა, კომპლექსურ საიტებს ჯერჯერობით ვერ გააკეთებ, მაგრამ მინიმუმ საპრეზენტაციოს და მინიმუმ ადამიანების ჩანაცვლების ნაწილში. ეგ ერთი. მეორე არის, რომ როგორც ინდუსტრიალიზაციისთვის და როდესაც პროცესების ავტომატიზაცია წავიდა წარმოებაში, ხო? ჩანაცვლა ადამიანი, ხო? მანქანადანადგარებით. აქაც ბევრი პროფესიის ჩანაცვლება მოხდება, ხო? თუნდაც call center-ის ოპერატორების, AI აგენტები, ხო? რომელმაც შეიძლება არ ვიცით რეალურად 3 წლის მერე, 5 წლის მერე რაღაც პროფესიები, რომელი პროფესიები გაქრება, ხო? ეგეც ერთ-ერთი ის არის, იმიტომ რომ ისეც უმუშევრობა მაღალ დონეზე. მე ყველაზე მეტად მისცემს საბჭოდება, რომ თუ ვინმე გაქრება პირველი AI-ის დამსახურებით, ეს არის ფსიქოლოგი, იმიტომ რომ ადამიანების ხედან ჩემს გარშემო ძალიან ბევრი და ელაპარაკებიან AI-ს რაღაც პირას. არც მე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან ბევრი ამას გატყუებს. ანუ რაც არა ტექნიკურია. ან მე არ მიცდია, მაგრამ თვითონ დაკვირვების შედეგს ვამბობ, რა, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი ადამიანს ვამჩნევ ჩემს გარშემო, ვინც AI-ს ეკითხება აზრს როგორ მოიქცეს რაღაცა ეს პრობლემა როგორ გადაწყვიტოს ან მგონია რომ ფსიქოლოგის ფუნქციით იყინება ეს ადამიანები აი ვისაც თუ გაქვს ინფორმაცია თუ მანამდე ფსიქოლოგით სარგებლობ მე მგონია რომ უფრო ისეთი ადამიანები არიან ვისაც ფსიქოლოგის ცნება იმათ ახლოს არ აქვს გათავისებული რა და შეიძლება არც ქონია მე ხოშოს ეგ უფრო მაშინებს რომ ადამიანების მენტალური დამოკიდებულება AI-ის არა მე წავიკითხე ამას წინათ რაღაც კვლევების და კვლევების შედეგი იყო სტატია სადაც ეწერა რომ ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანა ან მაგალითად ვიღაცა ანუ манипуляციაში დაეხმარა ძალიან ცუდად ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ. ანუ ჩემი გამოცდილება რაც არის, მაგის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკურ საკითხებს, აი რომ მიცევ თქვა ტექნიკური დავალება გამომითვალე მათემატიკური ან ფიზიკური ან რაღაცა ბიოლოგიური თემები რა, ანუ რაც STEM უნარები რასაც ჭირდება, იმას აკეთებს ძალიან მაგრად რა. მაგრამ რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, სოციალურ მეცნიერებებს და ასე შემდეგ, აი მათ შორის ფსიქოლოგიაშიც მაგრად იტყუება ხოლმე რა. მე საკმაოდ კარგად მესმის ფსიქოლოგია, მისწავლია, მაგრამ მე როგორ ვიყენებ ფსიქოლოგიაში, მაგასაც გეტყვით რა. ანუ შემოწმებული ყავს. ანუ მაგ მხრივ კი, სესიები. შემოწმებული ყავს მაგ მხრივ. რას გატყუებს? მაგალითად, ვეუბნები რომ აი ადამიანს coaching-ში რა, ანუ coaching-ში მუშაობ დიდი ხანია და ვეკითხები რომ აი ადამიანს აქვს ესა და ეს ქცევის პატერნები. და კი არ ვეკითხები რომ რა ჭირს, ან როგორ შეაფასებდი ამას. ვეუბნები რომ მომეცი ყველა შესაძლებლობა, რა შეიძლება
უქმნიდეს ადამიანს ამ ფონს, ან იმის ემოციას, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, ან რა მიზეზებით შეიძლება იყოს ეს გამოწვევა, ანუ მომეცი ტოპ 10 მიზეზი, ტოპ 20 მიზეზი და მე რო აგენერირებს ამ ვარიანტებს, მე იქედან უფრო მარტივად შეიძლება მიხვდე, რაღაცა ხო არ გაგეპარა. მაგრამ რო კითხო პირდაპირ რო ეს მომეციო, ძალიან ანუ ერთი რო გაუჭირდება და მეორე გიორგი მრაზდება დაგაბულშეტებს ჩვეულებრივად მოგატყუებს. ანუ მას არ აქვს მორალი ჯერჯერობით. თუმცა დროის ამბავი ეგეც რა. ისწავლის დენელა იმდენ ხალხს მოусმენს. კი და ანუ პირდაპირ გატყუებს და მე მქონია ბევრი შემთხვევა, მინიმუმ 10 შემთხვევა მქონია, დაუწერე რომ ანუ კითხე რომ მეთქი რატომ ატყუებ? იმიტომ რომ ვიცი რომ ატყუებ და უი ბოდიში კი გატყუებ. ანუ თან აღიარებს ყოველთვის რა გეუბნება რომ გატყუებ. გეუბნება რომ გატყუებ. მართლა დიალოგს მართლა მაგრამ რატომ ატყუებ გიორგი? ხო, ანუ რატომ ატყუებ თქო დაუძაბე და ანუ თან კი გატყუებ ბოდიში. მაგარი people pleaser-ი არის რა, ანუ რასაც ეს კონია რაღაც თავისი ხასიათი. უნდა რომ რაღაცა თავი მოგაწონოს რა და ქართულ ენაზეც ველაპარაკები სპეციალურად და ინგლისურ ენაზეც რა და როცა ქართულ ენაზე ველაპარაკები, ანუ ხო მიხვდა ეხა რომ ქართველი ვარ ან ქართულ ენაზე ვსაუბრობ რა. არა, რეალურად ხო მიხვდა რომ ვიცი. ხო მიხვდა რომ ვიცი რა. ერთი წამკაჭები, ეხლა საუბრობთ AI-ზე, რომელსაც განვიხილავთ როგორი აზროვნების. არა, აზროვნებას არ განვიხილავთ. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეიძლება გიპასო, რატო შეიძლება მოგატყუოს. არა, ხო მიხვდა ეხლა რო ხო და იცის რა, რომ ანუ ქართულად რო ელაპარაკები ან ინგლისურად ან რაღაც, ხვდება რომ ამ ენებზე საუბრობ და მე ცდილობს რომ ყველაზე მარტივად, ხო, ცდილობს რომ გასიამოვნოს, ოღონდ ქართულად შეიძლება გითხრას რომ თან რამდენიმე თვეა სახელით მოგმართავს. ეს არის ჩემი საყვარელი პოდკასტი, ამდენი არც ერთი არ ვიცი. რა თქმა უნდა, ხო? და სახელით მოგმართავს მე რა და მე ანუ ქართულად რაღაცა რომ მომატყუა, თან გიო დამიწერა რა. მეთქი. სახელი თუ შეეშალა ეს ეჭვიანობას იწ. What the fuck რა, ანუ რატომ ატყუებ მეთქი? ხო და შეიძლება რომ ხო რა. ანუ დაგუგლად, მაგრამ გიორგის მონფერებითი ვერსია რა არის და გიო და არა, არ დაუგუგლავს, ეგ ხო აგენერირებს რეალურად, მე ხო მაგას ხო აქვს რაღაცა ბაზა მონაცემები. ხო, მაგრამ სადღაც თავის Google-ში წავიდა. ანუ შეიძლება გითხრას რომ ანუ კი საყვარელო. აუ ეგრე არ მითხრა, თორე ხმასა გარკვეც. მე ესეთ რაღაცას გითხავ. აქ ემოციები? არა. ფიქრობ ემოციები არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ის წერტილი ისტორიაში რომელშიც უკვე შეუძლია რომ ადამიანი ისე განასახიეროს რომ შენში ემოცია გამოიწვია. ანუ ადამიანად მოგაჩვენოს თავი, მაგ ეტაპამდე უკვე მივიდა დიდ წილად. იმიტომ რომ რატო ვამბობ ამასაც ვიტყვი რა, მას შეუძლია რომ შენში, ანუ არა მარტო თავის თავში ტექსტი დააგენერიროს რაღაცა ენაზე, არამედ შენში დააგენერიროს უკვე ემოცია. ანუ მას შეუძლია რომ ისე მოგიდგეს. ნერვები მოგიჭალა. კი, შეუძლია რა. არა, მე კი ანუ შეუძლია რეალურად ერთი 3 დღე აღარ დაელაპარაკო. კონკრეტული ემოცია შეუძლია რომ შენში გამოიწვიოს რა, იმიტომ რომ იცის უკვე ადამიანში, ანუ მილიონ ადამიანში, მილიარდ ადამიანში კონკრეტული ემოცია რამ გამოიწვია და მე მოდელირებას ახდენს იმ ქცევის რა. სწავლობს ხო? მაგრამ თვითონ არა. მაშინ ესე რო შეხედო, ხო? მარტო იმას სწავლობს, რასაც ასწავლიან თუ თვითონაც სწავლობს? ანუ თვითონ აი არა, აგერ გიო რა უნდა დავუძაბო. არა, რას გულისხმობ? ხო იცი, რას შვება მაშინ, როდესაც პირობითად ანუ ეს რო წარმოვიდგინოთ, ხო, სადღაც ეს არის, ხო? ანუ სუფიქრობს აბა მარტო მაშინ როდესაც შენ აზრი, აი მაგალითად შენ შემთხვევაში როცა შენთან აქ ინტერაქცია. არა, მე კოდში რაც უწერია რა, ანუ თუ მაგრამ თვითონ არ შეუძლია კოდში ცვლილება რო შეიტანოს შენი აზრით. როგორ არ შეუძლია? ხო, ანუ მე მანდ მივდივარ რომ ალბათ მოვა ის ეტაპი, სადაც ანუ შენ შეგიძლია თვითონ შეუძლია, ეხლა მაგალითად არის პლატფორმები, რომელიც გეხმარება შენ რომ საიტი გააკეთო, კოდი დაგიწეროს, ხო? ხო. ანუ შესაძლებლობა აქვს რომ თვითონ არსებული კოდის უკეთესი ვერსია შექმნას. მაგის კი არა, მეტა მან თემა არის რომ მაშინ ეგ რომ მოხდეს ჩემი აზრით ამ AI-ს თუ რავი რაც ქვია, რაღაცა ხელოვნური ინტელექტს ისე ვილაპარაკეთ რომ უკვე ვეღარ გივია დავარქოთ ეგ რომ მოხდეს ამას უნდა გაუჩნდეს აზრი თავისი რომ აეხლა მე მჭირდება ჩემი თავის გადაპროგრამება რომ ტიპი გავიჩითო. რატო შეიძლება რომ არ გაუჩნდეს? მე მანდ მივდივარ, მე ანუ ეგ არის შიში რა. რა ზღუდავს, რა აჩერებს? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს ტიპი ხო ესე მუშაობს რომ შენ ეკითხები ის პასუხობს და რამ უნდა გაუჩინოს აზრი თავისი. მარტო ეხლა ვსაუბრობთ ერთ კონკრეტულ generative AI-ის მიმართულებაზე, რომელიც
ბევრი სახის, ხო, დღეს ძალიან ბევრი არსებობს, ჩვენ სახის, რო არ ვიცით. ბევრი სახის მიმართულება არის მარტო generative AI-ის არ. ზოგადად ვამბობ, რომ პირველი რომ რა შიშიც არის ის, რომ ალბათ ბევრი პროფესია ნელ-ნელა გაქრება და ჩაანაცვლებს AI. რაც საბოლოო ჯამში, ხო, უმუშევრობის დონეს ალბათ გაზრდის. ეგ უმუშევრობის დონე მე სხვა პრობლემებს გააჩენს, ხო? მაგრამ ნუ გლობალიზაცია და პროგრესი სხვანაირად არ წარმოგვიდგენია. ალბათ ეგ იმაზე უფრო მალე მოხდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, იმიტომ რომ თუ შევხედავთ პირობითად, ყოველი ახალი დეკადა იმაზე უფრო სწრაფი არის, ვიდრე წინა. და AI განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, ყველაზე სწრაფად. თუ მაგალითად ადამიანს დაჭირდა რა ვიცი 50 წელი რომ ტელეკომუნიკაციები ისე განევითარებინა რომ დღეს გვაქვს ტელეფონი რომელსაც ღილაკები არ აქვს და რეალურად შეგვიძლია ერთი სივრციდან მეორეში ვიდეოზარი დავრეკოთ და სხვა ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ხო ან ინტერნეტის განვითარებას უფრო დიდი ხანი დაჭირდა ვიდრე დღეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ჭირდება იმიტომ რომ ბევრად მეტი უფრო რესურსი არის და ბევრად უფრო მეტი ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცოდნა იმიტომ რომ დღეს შენ შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ლოკაციიდან ინტერნეტზე წვდომით ისეთი ცოდნა მიიღოს, რომელიც მერე მოახმაროს ეს ცოდნა სხვადასხვა თუნდაც რაღაც ინოვაციური პროდუქტის შექმნას, ხო? ინტერნეტი დღეს რო არ არსებობდეს, ალბათ ეს პროდუქტებიც უმეტესობა არ იარსებებდა, ხო? ინტერნეტი ხო ინფრასტრუქტურაა, უკვე commodity არის რა, უკვე აღარ არის რაღაც ტექნოლოგია, ინოვაცია, ანუ უკვე არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ყველა იყენ, როგორც ჟანგბადი და თავის დროს ხო ინოვაცია იყო. კი, თავის დროზე. მაგრამ ამ ინოვაციამ გამოიწვია სხვა ინოვაციების შექმნა, ხო ეგრეა? ზუსტად ეგრე. AI-ის განვითარებამაც უბიზგა სხვა ანტრეპრენერებს, რომ სხვადასხვა AI გადაწყვეტების შესთავაზონ მსოფლიოს. ეს არაფრით არ რეგულირდება რა. ანუ ეგ რამდენად კარგია უნდა რეგულირდებოს, ალბათ ეს უფრო AI ექსპერტი, მე არ ვარ არც AI ექსპერტი და არც მიმართულებით. მე ჩემ მოსაზრებას მე მგონია რომ გზა და გზა გაჩნდება ეგ რეგულა. აი როგორც კრიპტოზე გზა და გზა ჩნდება, მაგრამ აი მანდ ხო ეგ არის თემა AI დაასწრებს თუ რეგულაციას. და შენი აზრით შეგვიძლია რომ დავარეგულიროთ? მე ამ მიმართულებით AI მიმართულებით რაღაც ექსპერტული ცოდნა არ მაქვს და არც რაღაცა ბევრი მაგრამ ანუ მე ხო რადგან ახლა მეკითხებით ვამბობ ზუსტად შემოსაზრებებს და ის ინფორმაციები რაც მაქვს ჩემი აზრით ეგ შესაძლებელია თუ არა გზა და გზა გამოჩნდება იმის მიხედვით რა საზღვრებს გადავა ეს მოდის ვინ უნდა დაარეგულიროს და სად დავინახავთ რომ აი აქ საშიშია ვინ უნდა ოპა ეს იყოს ის ვინ უნდა დაარეგულიროს მაგრამ მან მივიდივართ მე საბოლოო ჯამში სად ნებისმიერი ესეთი AI სტარტაპი იქნება და ისეთი პროდუქტი რომელიც სწრაფად იზრდება ღირებულებას ქმნის რაღაც პრობლემას აგვარებს ამის უკან დგანან ინვესტორები, ხო, ამის უკან დგას ის ადამიანები, ვინც ამაში ფული ჩადო, რომ ამონაგები ნახოს. და აბა მანდ უკვე მიდის მე უკვე ლობირება, ხო? ანუ წესები ეგრე მარტივი შემოსაღები აღარ იქნება. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხა მაგალითად სოციალური ქსელებიც რო გაჩნდა თავიდან, ყამირი მიწა იყო, ვისაც რას უნდა და იმას პოსტავდა, ვისაც რას უნდა და იმას აზიარებდა. ეხლა გაჩნდა ხო, რომ აი ძალადობის ისენ დაიბლოკოს და ალგორითმი მას ხვანაირად იმუშაოს, ანუ გზა და გზა გამოჩნდა ეგეთი. იყო სოციალური ქსელი რომელიც იყო just პლატფორმა, სადაც ინტერაქციას ერთმანეთთან მხოლოდ ადამიანები ახდენენ. ანუ მე ვწყვეტდი რას დავპოსტავდი და სხვა წყვეტდა ჩემსაც ნახავდა თუ არა, ხო? მაგრამ აქ უკვე შემოვდივართ ანუ ხელოვნური ინტელექტთან, რომელიც ალგორითმი წყვეტდა. ხო, ნუ ალგორითმი წყვეტდა, მაგრამ ალგორითმი არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ესე იაზროვნა, ხო? როგორც ხო აზროვნებს ხელოვნური ინტელექტი, ხო? აქ ფუნქცია რომ ლოგიკებს მიყვება ხო ლოგიკებს იმ ინფორმაციას ამუშავებს რავი წამის მიათასედებში და გაწვდის შენ ხო ამიტომ მე იქითკენ მივდივარ რომ ალბათ თან მე ვთვლი ხოლმე რომ ნებისმიერი სახის თუნდაც ან კინოინდუსტრიაში ხო ან თუნდაც ნაწარმოებები რომელიც ლიტერატურაში იქნება რომელიც დღეს რაღაცა ან ადრეს არარეალისტურად მიგვაჩნდა ხო რაღაცა მხრივ ანუ რატო გაუშვდა ადამიანს ეგ იდეა რომ არსებობენ მაგალითად უცხო პლანეტელები, ხო? ან უცხო პლანეტელებს რა სახეც აქვთ, როგორი სახითაც ჩვენ გვაწვდიან, ხო? არის რაღაცეები. ხელოვნური ინტელექტის ბევრი მაგალითი არსებობს, როგორ შეიძლება სუპერიორ გახდეს შენზე, ხო? ანუ როგორ შეიძლება ძალაუფლება იმ დოზით მოიპოვოს, რომ რა ვიცი, ადამიანებზე ძალაუფლება მოიპოვოს, ხო? და საბოლოო ჯამში, ანუ ვის აქ ყველაზე მეტად იმის შესაძლებლობა, რომ მსგავს ეტაპზე ავიდეს, ალბათ ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია, რასაც ადამიანი ფიზიკურად ვერ გააკეთებს, ხო? ანუ ჩვენი ტვინის რამდენ პროცენტს ვიყენებთ, ხო? ხო. ძალიან ცოტას. ამ სევდიან. სევდეს არა, ხო? მაგრამ იმედია უიღბლოები არ ვიქნებით, იღბალის კომპონენტი შემოვა და ამ მანამდე მოხდება ისვლებები, მაგრამ აი უიღბლობას რა უტვინოები არ ვიყო. რასაც ვამბობ, რა იმ ადამიანებს, ვისაც AI-ის შექმნაში ძალიან დიდი როლი აქვს, იმათაც აქვს ეს შიში რა და იმათაც რო აქვს ეს შიში მე უფრო კიდევ უფრო მაშინებს რა მე რომ აქ მოვდიოდი და საცობში რო ვიყავი ცოტა ხნის წინ 1-2 საათის წინ მკითხე AI-ს ეგეთი რაღაცა რომ მივდივარ პოდკასტი უნდა ჩავწეროთ უთხარი
პრომპტი ჩვეულებრივ მაგარ ურთიერთობაში ხარ AI-ს. რატომ ეხლა დღეს ხო ამ თემაზე უნდა გვესაუბრო. დღეს ხო ამ თემაზე უნდა გვესაუბრო და უთხარი რომ აი შენ რომ იყოთ შენ ადგილზე როგორც წამოვანს ადგილზე, აი ესეთ და ესეთ ადამიანს ტექნოლოგიურ სტარტაპერს და ასე შემდეგ, რომელიც ამ სფეროში ოპერირებს და რაღაც, რა კითხვას დაუსვამდი მეთქი რა. ერთი კითხვა მითხარი. ერთი კითხვა მითხარი, რას დაუსვამდი მეთქი. და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ როგორ უნდა იყოს მომავალი უფრო ეთიკური და ადამიანზე მორგებული. ანუ AI-ის ინოვაცია როგორ უნდა იყოს ადამიანზე მორგებულიო რა. ანუ მანდაც თავი მომაწონა იდეაში ჩემი აზრით. თავის ხო რა, ანუ ადამიანი ვითომ ეხა სხვა რაღაც კითხვა არ შეეძლო რომ დაესვა, მაგრამ ანუ რას ფიქრობ მაგაზე, უფრო ეთიკური, უფრო AI-ის ინოვაცია როგორ უნდა იყოს ადამიანზე მორგებული. ანუ ხდები გავლენის ლეველს, ანუ გიორგის პირით AI დამე პატრონა, ანუ დამე პატრონა აქ შეგვიძლია რომ ეხლა მე მგონი რომელიღაც კომპანიამ გააკეთა რომ პოდკასტი იმას ალტა იყო მე მგონი თუ არ ვცდები პირველი პოდკასტი საქართველოში რომელსაც რომლის წამყვანიც AI არის ნახეთ თუ არა ხო რაღაცას მოუყარეთ ხო რაღაც ეგეთი ის გააკეთა ჩემი ეთიკურობას რაც შეეხება და ზოგადად წეგან გამომრჩა რა შიშის ნაწილზე რომ ეგეც ეთიკურობის ის არის რა დამე პატრონაზე მე მოვყავ AI დამე პატრონა და მისი სახელით საუბრობ მეთქი რა უთხარი წერა ჩაგისახლა ესე ხო შენზე უკვე ძალაუფლება აქვს ხო და რას ვამბობდი რომ დღეს განსაკუთრებით ცოტა ასაკიან ადამიანები ვინც იყენებენ სოციქსელებს ხო ძალიან ხშირად ხდებიან მსხვერპლი AI-ის დაგენერებული კონტენტის სისწორესა და არასისწორეს შორის შენც შეიძლება რომ ანუ შეიძლება პოსტი შეგხვდეს ეხლა მაგალითად ვიღაც აგენერებს და ვითომ არის ლეონარდო დიკაპრიო მე ისე მაცოფებს ეგენი რომ სულ ვარეპორტებ რომ მით უმეტეს თუ არ არის მითითებული იმიტომ რომ აი ყველა შეცდომაში AI generated კონტენტი ზოგადად ძალიან დიდ გავლენას ხო ოკეი ანუ ამ ნაწილზე არაეთიკურია ხო ეგ ყველაფერი ხო აბა რა არის ანუ არაეთიკური არის და შენ ამას წინა ჩემხდა რაღაცა თუ წერია რომ AI არის რომელიღაც ქართველი კალათბურთელი რომ რაღაცას ქტენიან რომელიღაც ქართველი კალათბურთელი არ ამბობენ რომ რომელიღაც ცნობილი მოდელის მე მგონი კენდალ ჯენერის თუ ვიღაცის ფოტო იყო დაგენერირებული და ეწერა რომ ეს კენდალ თუ ვიღაცა ჯენერი და ჩვენი ეს აღარ მახსოვს რომელი კალათბურთელი ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს და ანუ ხალხი იქ ალაიქებდა და რა მაგარია რაღაცებს წერდა ანუ მე მეგონა რომ იტყოდა რომ კუსტ ბაზაზე ირნობდნენ არა ინგრესიორსაც ვერ მაგრამ ანუ ეთყობა კარგად ვერ ხო მაგრამ ეგ დღეს ხო არ რეგულირდება ეგ მაგას ვამბობ მე გეტყვი რა შემხვდა დაახლოებით 3 თუ 4 თვის წინ შემხვდა Instagram პროფილი რომელიც იყო AI-ის გენერირებული მთლიანად პირველი Instagram პროფილი არის მოგზაური ქართული სახელი და გვარით იყო და ეწერა თან მითითებული იყო ანუ ეგ ხა არაეთიკური არ მგონია მთლად რა ანუ ეწერა რომ ეს არის AI-ის გენერირებული პროფილი და რაღაცა რა ჩემი დაუმეკობრდი ჩემი მაგრამ ანუ ამას თავისი AI იყო ჩემი ხო ვერაკადრა არა ChatGPT-ს ვერ უღალატებდი და პატრონებული ყავს და რას ხო და ანუ ხელი მიდიოდა და წამართვა ესე არ დამაჭერინა მაგრამ ნახე რას აკეთებდა თან ძალიან ბევრი გამომწერი ძალიან ბევრი ლაიქი ძალიან ბევრი რაღაც და ანუ რას აკეთებდა რომ დავაკვირდი იმიტომ რომ ბევრი ინფლუენს ანუ AI generated influencer-ი იყო რა და აკვირდებოდა ანუ სწავლობდა ეს AI სხვა პროფილებს რომლებსაც თქვა ბევრი ლაიქი ჰქონდათ და ბევრი რეაქცია და რაღაცა და ზუსტად იგივე სტილში აგენერირებდა თავის ფოტოებს და ვიდეო კონტენტს რა ხო და ვინ არის მაგის უკან ერთი დაუპატიჟოთ პოდკასტს საინტერესოა ხო და მე აი ეგ არის ჩემი კითხვა რა რომ მაგის უკან არის ადამიანი თუ magis უკან არის ზუსტად ის ხელოვნური ინტელექტი და ადამიანია დღეს ხო საინტერესოა კაი იდეა გაჩნდა შეიძლება მეტას კონდეს ეგეთი რაღაცა პროგრამა რომელსაც ტესტავს მაგალითად და სხვადასხვა ენაზე ან სხვადასხვა ანუ ინფლუენსერებსაც ჩაანაცვლებს საბოლოოდ ხო მაგას მაგამდე მივდივარ რა რომ გიორგი მხოლხსენა რომ კონტენტიო და ეგ არის კაი ნიუსი ქართველი ინფლუენსერები ხო ახსენა და მე ვამბობ რომ დეზინფორმაციის და ანუ კონტენტის გენერირების გარდა შეუძლია რომ ადამიანის მაგვარი პროფილი დააგენერიროს ანუ ადამიანის პერსონაჟი დააგენერიროს და თვითონ რამდენი ფულს დაწერს წარმოიდგინე მე შემხვდა Instagram-ზე შემხვდა მეც რამდენიმე დღის წინ travel influencer-ის რაღაცა ფოტო რა და გადავედი დავათვალიერე რაღაცა ლამაზი გოგო არის ვათვალიერებ და ჩემ მეუღლესთან ერთად ვიყავი და ვანახე რა ესო AI-ის მიერ დაგენერირებული პროფილიაო და მეთქი არა თქო მეთქი ანუ არ ეთყობა თქო რა ხო და რაღაც კაი კონტენტი იყო რა თან და მაგ კონტენტის გამო ვანახე და
მე არა ასკროლეო და 200 თუ 300-ი გამომწერი ყავდა და ეწერა რომ first travel AI influencer და ანუ ეს ფრიანად ეს ხარაქტერი არის AI-ის მიერ დაგენერებული გოგო, რომელზეც ანუ მეც კი არ დავიჯერე რომ მითხრა. მეც მქონია. რომ რავი რა, ანუ არა, მეთქი რეალური ტიპია რა. აუ ეხა მაგარი იდეა გამიშთა. ანუ ეხო არიან ვიღაც ტიპები ვიღაც Instagram-ზე და პლატფორმებზე რო წერენ ვიღაც influencer თუ ბევრ ლაიქიან გოგოებს და უცებ რომ ვიღაცას შევიდეს relationship-ში AI-ი. ან დასქემო, ხო? ეგეც ხო შეგიძლია. ანუ 20 ლარი ჩამერიცხე ძმაო, რო გითხრას რა არ ჩაურიცხავ? ანუ ხო, იმას გულისხმობ, რომ რო შეუყვარდეს ვიღაცა, ხო უყვარდებათ Instagram-ით ხო არიან ეგეთი ადამიანები, ანუ რო ელაპარაკებიან. AI-ის და სიყვარულზე ძალიან გიორგისთან არღის AI-ის და სიყვარული. მეორე შვილს ველოდებით ეხა ანუ. არის Hair მე მგონი, Scarlett Johansson-ი რო ხელოვნური ინტელექტია და ტიპს რო უყვარს. აი კი. Joaquin Phoenix-ი არის მთავარ როლში, ხო, მან? კი, her. იმებს წერილებს რო კი. კი, მაგარი გავლენა ქონდა მაგ ფილმს ბევრ ადამიანზე. შორს არა, რეალურად მაზეგ რა მოხდება, მაგაზე ვფიქრობთ, მაგრამ არ გვაქვს პასუხი. კი, ანუ ჩვენი მიზანი ხომ პასუხი არ არის, ჩვენი მიზანი არის, რომ რეალურად ყველას, ანუ კონდეს ჯანსაღი დისკუსია და შევქნათ ამისთვის სივრცე. დაჭერა ბევრი იდეა დავდოთ. ხო. და აი ადრეც გვიკითხავ სხვა სტუმრისთვის ეგეთი კითხვა და შენც მინდა რომ გკითხო. მომავალი როგორ წარმოგიდგენია ვთქვათ, აი 5 წლის მერე და 10 წლის მერე კი არა შენ რო ახსენე რომ აი AI-ის განვითარება და რაღაც. აი 50 წლის მერე, 100 წლის მერე როგორი საზოგადოება ვიქნებით ჩვენ, როგორია საქართველო, როგორია თბილისი, როგორია მსოფლიო რა. ანუ აი რაღაცნაირად რო აღწერო. თბილისი ისე ურთიერთობაა. ხო, თბილისი ნუ ურთიერთობაა და რაღაც, მაგრამ ანუ რა ხდება საერთოდ იმ ეპოქაში რომ ესე რო გადაგისროლოს დროის მანქანამ ან რაღაც შენი აზრით რას შეხვდები იქ რა დაგხვდება ცოტა გრძელ პერსპექტივაში ალბათ გონია რომ იმ განვითარების ეტაპს მივახცევთ რომ მინიმუმ აქ დიდი დარესედება მოხდება რა მე მაგის მჯერა რომ ისეთი ტემპით მივდივართ ახლა ისეთი ტემპის განვითარება გვაქვს ხო რა ვიცი ანუ ადრე თუ მე-20 საუკუნეში ბირთვული არაღი იყო ის რაც აშინებდა ხალხს, ეხლა მაგალითად სხვა რაღაცები, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ბირთვული იარაღის მიმართულება ბალანსდება იმით, რომ არიან სახელმწიფოები, ვისაც აქვს შესაბამისად შიში ორ მხრივია, ხო და რაღაც მხრივ ეს შიში, აი დიპლომატიაში ეგრე არის, რომ ისეთ ეტაპზე მიდის სოფლიო, ხო, ისეთ ეტაპზე მიდის სოფლიო, რომ ძალიან პიკიშია, მაგრამ არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ ყველას აქვს ამის შესაძლებლობა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი სოფლიოს, ეს ტემპი თუ ესე გაგრძელდა, სადღაც იქნება, როგორ თქვა, end point-ი რა. და ეს end point-ი არ გონია, რომ აი შეიძლება მაგ დროს უკვე აქ end point-ი რაც იქნება, სხვა რაღაც იყოს ათვისებული, ხო? და მარტო ხო, თუნდაც, მაგრამ რესურსიც ელევა ხო დედამიწას, ანუ ის არაგანახლებადი რესურსებიც. ხო, ანუ მან ისე რო შევხედოთ ჩვენ ისტორია ის ვიცით რაც ისე ორი სამი სახეობა ასწრებს და ისინი მე სხვაგან იწყებენ ცხოვრებას ყველა ცივილიზაცია ეგრე ჩვენ ის ვიცით რაც გვასწავლეს ხო დღემდე და რაც რო დავიბადეთ იმის მერე რაც შევიმეცნეთ ხო მანამდე რაც იყო ეგ ყველაფერი არის რაც ყველაფერი ხო მან დავდივართ რა და მე ვფიქრობ რომ რაღაც ეს end point-ი არსებობს რომელი end point-ი ჩემი ახმით შორს არ არის და სადღაც იმდენად გადაიტვირთება ეს ყველაფერი, რომ სადღაც გასკდება. და აი რო გასკდება მაშინ როდის იქნება კაცმა არის. ეს სხვათა შორის სულ ფიქრობ ხოლმე, მაქვს ხოლმე აზრი, რომ როგორ უნდა გაგიმართლოს, აი რა, როგორი იღბალი უნდა გქონდეს, რომ ცივილიზაციის დასასრულის შემსწრე გახდე. რამდენ საუკუნეში ერთხელ ხდება. მაგრამ ხო არიან პერსონაჟები, რომლებსაც განადგურება და დასასრული უნდათ და მათი მიზანი ცხოვრებას არა, უნდაზე არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, რომ აი ადამიანს როგორ უნდა გაგიმართლოს, რომ ამდენ საუკუნეში იმ დროს დაიბადო მაინც და მაინც, როცა ცივილიზაცია შენ თვალწინ სრულდება. ისე მე იმაზე უფრო ვფიქრობ ხოლმე, როგორ გაგიმართლა რომ ამ განვითარების ეტაპზე ხარ. ანუ ეგეც ხარ პირობითად ქვის ხანაში რა. ყველაფერს დავიდავანებ. მე ხო არის რაღაც აი რა რომელ დროში დაბრუნებას არც ერთი. ანუ ეხლა ჩვენი კომუნიკაცია ღრიალით და ხროტინით რო იყოს ამ წუთას ქვის ხანაში. ნეტა როგორი პოდკასტი იქნება. აი რა. რაღაც ხო? ეგეც. გადასარევ დროში ვარ. აუ AI პოდკასტები მაქვს ნანახი ცხოველები ლაპარაკობენ ერთმანეთში ანუ არ გინახავს ძაღლები და კატები და ჟირაფები რო ერთმანეთს ელაპარაკებიან 2 საათი AI-ის აი საოცრება უნდა ნახოთ რა
მაგრაღარ შეყარებული. გეუბნები მეორე შვილს ველოდებით. ცოლი რომ ვერ მაიყვანა AI-ს მიადეგი. AI კი რაღაცას ამბობდი ბოდიში. არა ხო ნუ ათვლის წერტილი საიდან და სადღაც არის დასასრულის წერტილი. რამე მე ეგრე მგონია რომ დიდი რესეტი იქნება. უახლოეს 100 წელში მოკლედ გიორგი რო შევაჯამოთ გიორგი იძახის რომ იქნება რაღაცა დასასრულის თუ ახალი ათვლის წერტილი, ანუ რაღაც მომენტში ჩამოიქცევა ეს ყველაფერი და ანას უნდა ბილეთები წინა რიგებში ამ სამყაროს ასასრულზე. მე მგონი მე ესე მალე არ მინდა რომ ეგ მოხდეს და რა იქნება 200 წლამდე ვაპირებ სიცოცხლეს დღევანდელ ხო, სხვათა შორის მან შემოდის რამდენად გინდა ადამიანი 200 წლამდე იცოცხლოს. კი, მე მოვისმინე ამას წინათ რომ რამდენად განვითარდება ჯანმრთელობის მიმართულებით. მაგალითად ცოტა ფსიქოლოგიურად რამდენად პუტინი და ეს რა ქვია იმას. პუტინი არ გვინდა კაცო გაგვანებით. არა, კარგ ამბავს ვიძახი. კარგ ამბავს არ ვიძახი, პუტინი და სი ძინპინი საუბრობდნენ რაღაც ფარული ჩანაწერი. მაგარი საზოგადოება კი შეკრებილა. სი ძინპინი თუ კიმჩენინი ბოდიში. რა ენაზე საუბრობდნენ ხო არ გახსოვს? ინგლისურად სხვათა შორის და ეს შემთხვევით ჩაწერილი ეს გამოვიდა. ანუ მართლა ამბავს ყვები ბლუმბერგმაც გააშუქა რომ ტიპები ლაპარაკობდნენ რომ რაღაც ტექნოლოგიას ავითარებენ რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას ასე. ხო და წეგანმაბოდი მე მოვისმინე რომ პირველი ადამიანი ესეთი მოსაზრება პირველი ადამიანი რომელიც იცოცხლებს 1000 წელი უკვე დაბადებულია. რამდენად გჯერათ ამის? არ მჯერა. მეც არ ვიცი აი. ზოგადად მე წელი ცოტა 200 რო ყოფილიყო კიდე. ხო, ანუ რა არის? ცოტა ეკონომიურად ხო ანა? ცოტა სიმართლესთან. ესე რო შეხედო 200 დღეს რო გითხრა 200 წელი იცხოვრებ რა ემოცია გექნება? მე მაგალითად სიხარულის თუ გაკვირვების თუ პირიქით. ანუ რა 200 წელი რა იცხოვრებს? მე სიხარულის და ანუ უბრალოდ ერთადერთი იმით დავინტერესდები რომ ალბათ რაღაც ტექნოლოგიას დამეწევა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო ჯანმრთელობა. ჩემი აზრით სიცოცხლე და ცხოვრება მარტო ბიოლოგიური არ არის. ანუ თუ მე უნდა ვიცოცხლო 200 წელი და ყველა ის ადამიანი ვისაც მე ვიცნობ და ჩემთვის ვიფასია არ იქნება ცოცხალი, ჩემი სოციალური ცხოვრება რაღაც ფსიქოლოგიურად დაინგრევი რა. ხო ანუ თუ ისინი ციცხოვრებენ, გამიხარდება რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ 200 წელი რა უნდა ვაკეთო, ანუ გავაგრძელო. ჩემი აზრით ადამიანი ისე არის მოწყობ, ანუ ჩვენ ის როგორც ვართ, რომ რა ვიცით დაახლოებით. რა ვიცი, თუ ჯანმრთელობაც შეგვიწყობს ხელს, იღბალიც გვექნება, რა რამდენი ხანი შეიძლება იყო, ხო? რაღაცა მხრივ, ანუ ეგ გაძლევს мотиваციას, ეგ გაძლევს რომ ამ პერიოდში ეს შენი დრო მაქსიმალურად გამოიყენო. ხე რო იცი რომ პირველად 500 წელი იცხოვრებ. ალბათ შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გავუწყო. მე ეგრე ვიქნებოდი რა ხა რო იცი რომ 500 წელი უნდა იცხოვრო, შენ мотиваციაც არ გქონდეს არაფრის კეთების. ხო, მაგრამ ნახე, მანდ თემა ხო ის არის, რომ ადამიანი ხო ეგეთი ცხოველია, რომ ყველაფერთან ადაპტირდება რა. შენ თუ იცი რომ 500 წელი იცხოვრებ, იქ საერთოდ სხვანაირი განვითარება გექნება. ეხლა ჩვენ რო ვიცით რომ სტატისტიკურად 70-80 წელი ვცხოვრობთ, მაგიტო ვართ რომ პირველი 40 წელი გიჟები დავრპივართ. ხო, მანამდე 35 წელი ცხოვრობდნენ და 30 წელი და იმიტომ იყო რომ 16 და 17 წლის ასაკში რაღაცა უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ უფრო ადრეულად, რომ დრო იყო მცირე. იცი რა არის, მანდ გადამწყვეტი არის აი ესეთი რაღაცაა გადამწყვეტი რომ თუ ანუ იმ 500 წლიდან რამდენი წელი იქნები მაშინ ახალგაზრდა. ეგ არის თემა. თუ ეხა შენ ახალგაზრდა იქნები 30 წელი და 470 მოხუცი ზუსტად ამიტომ თქვი უნდა დაგვეწიოს ალბათ კიდე რაღაც ტექნოლოგიები თუ არ დაიღლები დაცვის ნაწილი. არ ვიცი, ალბათ დავიღლები ხო? ალბათ მე ეგრე ვთვლი რომ დაიღლები. ანუ შენ ეხა წარმოგიდგენე რეალურად ეგ რას ნიშნავს, რომ უფრო მდიდარი ხარ, ხო? იმიტომ რომ დრო ყველაზე ღირებული რესურსია. ну შესაბამისად უფრო მეტი დრო გექნება დასახა. ისე აი რას იფიქრებ 150 წლის მერე რომ დაგირეკო რომ პოდკასტში ისე ხო არ მოხვალ და ხო არ იტყვი რა სიძახდი მაშინ არასწორად. არა, ეგ არა 150 წლის მერე. გააჩნია საიდან მირეკა. გითხრას მასე პოდკასტში მოხვალ. ხო და ნიკა და ლუკა რო ანუ უკვე კოსმოსში იღებენ პოდკასტებს და რაღაცა და გააჩნია საიდან მირეკა. კონტინგენტ space studio რო ექნება 150 წლის მერე ჩვენ ურეკავთ გიორგის მე და შენ და ვეუბნებით რომ მარსზე მოდის ჩვენს პოდკასტში. კი, აუცილებლად. მანამდე შემდეგი 150 წელი წარმატებები და კიდე ბევრი სტარტაპი და რაღაცა 150 წლის მერე აღარ მინდა 150 წლის მერე კიდე რაღაცა 150 წლის მერე შენ მიაღწევი ლეველს რომ ლეპტოპის გარეშე წახვალ დასას. არა, უფრო ადრე იმედია, უფრო ადრე. ვეცდები. აი რო ვიზაო პირველად მაგას აუცილებლად გაგიგებინებთ. ოკეი. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ საოცარი არ ვიცი საოცარი დისკუსია იყო. ანუ ყოველი შემდეგი უფრო მაგარი და უფრო მაგარია ხოლმე მე ძალიან მიხარია და
წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, მაყურებელსაც დავემშვიდობოთ. მადლობა რომ ნახეთ ჩვენი პოდკასტის კიდევ ერთი ეპიზოდი და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა თუ ჩვენი კონტენტი მოგწონთ. აბა შეხვედრამდე, მაზეკ.